ცოტა ადრეა, მაგრამ და მე მგონი მაყურებელი უკვე მზად არის და შეიძლება დაწყება. ლაიქები არ დაგეზაროთ, სტუმრის გვერდის გამოწერა არ დაგეზაროთ და ბატონო პაატა, პარასკევის თქვენი ხმაურიანი ეთერის მე რატომ გიკვირთ რომ დაუარეს ამ Facebook გვერდებს და სასწაული დამარტეს. მიმბლოკეს. რა წერდით და ვეღარ მოგწერეთ, მივხვდი რომ არ იყო კარგად საქმე და მე არ გამკვირვებია. მიზეს კი აღარ წერეთ. ხო, პირდაპირ დავაი აქედან გაუბერიო რა. დავაი დაახვიე. კანტორის ბიჭების გაკეთებულია, კანტორის ბიჭების ბატონო. რა. თქვენი გამილეც რომ მიაყოლეს, თორე მარტო თქვენი გვერდი ყოფილიყო. ყველა ანუ ალბათ ეს არის რა, სტაციონარული მასში, კომპიუტერში რაც დებს, ეგრევე რავი, მეტი რა შეუძლიათ მაგათ. აჰა. შენო არაო რა. არა. შარმებით ხალხო კიდევ ერთხელ მადლობა რომ გიყურებთ, მადლობა რომ ელოდებით ყველა სოციალურ პლატფორმაზე, სადაც კი ვდებ ხოლმე YouTube იქნება ეს თუ Facebook-ი ბატონო პაატა, ან აქ ანონსი, ან სხვა ლაივიც რომ აქ ძალიან მოთხოვნადი ხართ ყველა კომენტარში წერება, როდის იქნება ბატონი პაატა. კი მაქვს თქვი მილიონჯერ რომ კვირა დღეს ხართ, მაგრამ მაინც ინტერესით წერს ხოლმე ხალხი და მადლობა მაყურებელს ესეთი მოლოდინისთვის. ესე იგი საინტერესოც საუბრობს, თორე ესეთი მოთხოვნადი ხო არ იქნებოდით. აბა ჯერ შენი კითხვები მოვიალოთ. ბატონო პაატა, პირველი ხელი ამბავი. თავდასხმა ტრამპზე. როგორ შეაფასებთ ამ სიგიჟეს და მე მოვტრიალდეთ საქართველოში იმდენი სიგიჟე მოხდა, რომ სხვისას სადღავს დიოს თქო და ისევ აქ მოვტრიალდეთ. ხო, ნუ ვიღაცა აღარაა თემა, რა შევარდა ვიღაცა იქ ამერიკა რა. უკონტროლო ქვეყანა. თავდაცვის მინისტრი სხვას ამბობს, სახელმწიფო მინისტრი სხვას ამბობს, პრეზიდენტი სხვას ამბობს. რავი, აი გიჟები ქვეყანა რა. ამაზე უკონტროლო ქვეყანა არ არსებობს რა. აი სრული უკონტროლობა, რა გზას დაადგენ თვითონაც აღარ იციან. თვითონაც აღარ იციან, იმიტომ რომ ნუ გამოუვალი მდგომარეობა. დიდი ომისთვის ჯერ მზად არ არიან. ფაქტია ეს გამოჩნდა. არ არიან, იმიტომ რომ მაგათ ეგონათ ისე რა, აი ეს მოისყიდავდნენ გენერლებს, როგორც იცოდნენ ხოლმე. მე იქ ვიღაცებს მოკლავდნენ, გამოიყვანდნენ ამ უბედურ ხალხს, აგე ჩვენთან რუსთაველთან რო დარბიან. ხო და აი ამათ საშუალებებით თუ რაღაცა მე შორი და ტამაგავკებით ბომბავდნენ და მაგათ როგორც ეგეთი ოფში ვაისკავოი ფრანტავოი ლინია არასდროს არ ქონიათ, არასდროს. ეგენი ყოველთვის იყვნენ მამაძაღლური ომის პატრონები რა, ეს მოქმედნი ძალა. სამშობიარობებს ბომბავდნენ, რა ვიცი, სამანწყობებს რომელი ერთი გითხრათ კაცო. და ესე ტეხავდნენ სახელმწიფოებს იმაში რა, ხერხემალში. ნაკეთებიას რა დააწიეს, სამად გაყვეს ხო? რა უნდათ იმ კადაფისგან? რა უნდათ ბიჭო? ხო მიიღეს მე ევროპაში ხო გააშავა, ხო ეუბნებოდა გაბადებით თავი თორე აი ეს ხალხი სუყურა თქვენთან წამოვაო. წინასწარ ხო ახლა მაგი ადარდეს შენ ახლა ამერიკელებს ისე საწავლენ. ახლა ამ ომის ვექტორების ევროპისკენ გადაწევას ჩალიჩობენ როგორც შევატყვი განცხადებებით, რომ უნდა გადაულოცონ და შეახოცონ ხელი. ეხლა იქ გარდაუვალი პროცესი ახლა მე უკვე ერთდაიგივეს მეორებ და ხალხი იტყვის უკვე იცით ჩემი აზრი. ეგ გარდაუვალი პროცესია, ყველა ემზადებიან. ყველაფერს გაიჭირვებენ, როგორც მაგომისთვის მოემზადებიან. სხვერპლზე წავლენ, მაგრამ მაგომისთვის მოემზადებიან. აი თავმოყვარეობა შეილახავენ, მაგრამ ომზე წავლენ. როგორც გინდა დასცინე. რომ აი საჭმელი აღარ აქვს, აი ტუალეტში მეოთხე კაცი რო გადის, მე იმან უნდა ჩარე. არც გინდა ის ლაპარაკეთ. მაგრამ ყველა მთელი ბიუჯეტი არის გადასული სამხედრო მრეწველობაზე, ეს მე როდის ვამბობდი. ყველაფერი იწყება უკრაინის მერე. ეს არის გარდაუვალი პროცესი, აი გარდაუვალი პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში აი როგორ წარმოგიდგენიათ რა უნდა ქნან? აი წინააღმდეგ შემთხვევაში აი რა უნდა ქნან? სახში წაველთ აბა ბიჭებო? დამთავრდა ყველაფერი, წავაგეთ? აბა წაველთ სახში? ნუ რა სისულელია. არც ისეთი ნაკლები სიმდიდრე აქვს, მეგონები ფულის და იმის. ნუ აქვთ, როგორ არა აქვთ, შეუულიათ ნაბრიჯით რო იტყვიან.
ეს არის გარდაუვალი ამას ყველა ვეგუებით იქ ჩვენ ნუ ხე მე რო ვეგუებით იმას მხედველობაში ისამაკრო რუსეთი და ჩინეთი და ჩემი ოჯახის წევრები რა ყველა ამაზე ვართ ბიძაშ ჩემი ძმისშვილიც ყველა ამაზე აი მორალურადაც მზარდა ვართ ეკონომიკურადაც და აქ ხალხი რომ რუსეთს ეკონომიკურად გაუჭი კი არ გაუჭირდა თქვენ საწყლებო სამხედრო რელსებზეა გადასული სამხედრო რელსებზე კიდე გაიჭირვებენ კიდე უფრო გაიჭირვებენ საჭირო გახდება ინტერნეტს გათიშან ვაფშე ჩვენც უნდა ვიფიქროთ მაგაზე და ჩვენი ინტერნეტი შევქნათ როგორც ჩინელებმა შექმნეს და ეხლა ქნიან უკვე რუსებიც რომ უკვე საერთოდ მოწყდნენ იმ სამყაროდან ეს სხვანაირად არ გამოვა ეს ინტერნეტიც არის უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი სამხედრო იარაღი რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი რომელსაც შეუულია აქ ცელი უბედურებები დაატრიალოს თუმცა რაღაცა ინტერნეტია ტელევიზიები გვაქვს უკონტროლო ეგ კარგი იყო მობეწონა ეგ გადახვევა მოდი მოვბრუნდეთ საქართველოში და ყველაზე ჩემთვის საინტერესო თემა მინდა ახსნათ როგორც სამხედრო პირმა ჩინი გენერალ მაიორი თან რიგის მიხედვით ხო იცოდით რომ ამაზე კითხავდით როგორც სამხედრო პირს ამაზე კარგი თემა რა უნდა ვნახო რომ თქვენ გკითხოთ მითხარით უყურეთ ეკლა პარპალკოვნიკი რო ხარ მე მიდიხარ სასწავლებლად ვიში ოფიცერსკი აკადემიაში რა ესე ნო პოლკოვნიკი მიიღო პოლკოვნიკი მე რო დაამთავრებ იქ მე მგონი 3 წლიანია პოლკოვნიკის წოდებით მოდიხარ და მე ამთავრებ თუ კი შენ გთავაზობენ აი როგორ არის თუ გენერლობის იქამდე მიხვედი შენ ყველა შემთხვევაში უნდა დაამთავრო გენშტაბი სასწავლებლად კიდე უნდა წახვიდე ეს უკვე არის 8 თვიანი მაგრამ ეს უკვე გენშტაბი უნდა დაამთავრო წარმოგიდგენთ რა მან მაგი არ მოხდა მან უფრო ნუ გენერალი კი არ თუ გინდა გენერალ სიმუსი დაერქვი კაცო რა აზრი რა აქ მაგას რა ძალა აქ მაგი წოდებას გარდა იმისა რომ პენსიაში გახვედი და შეიძლება პენსიის სახით 2 კაპიკი კიდე ზევიდან დაგემართა ყველაზე ცუდი რაც არის ყველაფერს დაუკარგეს ფასი საქართველოში ყველანაირ წოდებას მაქამდე უნდა მივიდე ჯერ რატო წვალობდნენ პირდაპირ გენერლის წოდება მიეწოდებინა თუ კი არც მაგი არ იყო კანონით არც მაგი არ ეკრძალებოდა კაცო რა თუნდა და ეფრეიტორი სერჟანტი სტარსი სერჟანტი მე და მიხვდნენ კაროჩი მაგრამ მაგ სხვა რამე მოხდა აქ მოხდა ერთი რამე რომ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან დაახვევინეს ესე ვთქვათ ბრიტანელებს და მოიყვანეს ამერიკელი იქამდე სანამ ეს მოხდებოდა ეს გელაძე გადავიდოდა სუსში ნაჩალნიკად იქამდე 3 შეხვედრა ჰქონდა ამერიკის საელჩოსთან და იქ ეხლა რა თქმა უნდა განიხილეს ეკონომიკური და კულტურული გასაგებია ხო გადის ერთი კვირა და ტიპი ბრიტანელები მოაშორეს იქიდან და დააყენეს ეს ამერიკელი არაფერი არ შეიცვალა იქ შეიცვალა აი უყურე აი რაზე შეიძლებოდა აი ახლა აი ჩვენ დროში თან არ დაგაბიჭდეს იქამდე იყო ესეთი რაღაცები რომ ჩვენ ამერიკელებთან დავათბეთ უკვე იქიდან კაი სიგნალები მოდის და ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვარ და აი ესა და მოკლედ აი რუბიომ და ხო იცი ეს რუბიო და მოკლედ ესია ეხლა უყურე რა აი გამორიცხვის მეთოდით რო ვიმსჯელოთ არა ანალიზით რო არ ვაკეთოთ აი გამორიცხვის მეთოდით რო ვიფიქროთ აი რა შეიძლება აი ამ დროს ირანის აი რეგიონში მოცემული სიტუაცია 2 წლის განმავლობაში საერთოდ ფეხებზე დაკიდება საქართველოსი და უცბად თბება სიტუაცია აი რა შეიძლება იყოს აი რამ დაათბო აი რა მოხდა ამისთანა
თუ ჩატლახები ვიყავით მაგათოს ვიყავით და ამ დროს გავხდით მაგრები, კარგები? ხო, ყველაფერი იცის. ჩვენმა მეზობლებმაც იციან. კაცი პოლიტიკაში ხო არაფერი შეცვლილა. არა. რა თქმა უნდა, ეს იქნება გამოყენებული ტერიტორია, აუცილებლად იქნება. უკვე ხო გეუბნები, იმხელა არმადა მიმდგარი, ესეთი არ ყოფილა ხუსეინის დროს. ამხელა ჯარი ახლო აღმოსავლეთში არ ქონია გადასროლილი ამერიკელებს. ხო, იმიტომ რომ აქ ცოტა მაგრამ ამ წელს მაინც ვერ მოასწრებენ მეთქი, კიდე ერთხელ ვადასტურებ ჩემს ეთქვებს. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით კიდე ეს იქნება მოლაპარაკება, პაუზა, მე ერთმანეთ პატარა ესვრიან, მე ისე მოლაპარაკება, ჰორმუზის სრუტე, შაიძირა, ლიბანდაც, აი ეგ იტრიალებენ სულ. რომ ეს არის წინამოსამზადებელი. აი ამ პერიოდში ისრაელი ბრიტანელები ჩაწიეს, მოიყვანეს გელაძე. გამოვიდა ჩვენი ყოფილი კგბ-ს ნაჩალნიკი. მოდი ბოლომდე გავყვეთ რა. გამოვიდა ჩვენი კგბ-ს ნაჩალნიკი, რა თქმა უნდა ის პენსიაშია, ხა რაც არ უნდა ამტკიცოს, იქ შეიძლება ერთ ორჯერ სამჯერ გამოიყვანონ ტელევიზორში რაღაცა დებატი, მაგრამ არაფერი. გადაწყვეტილების მაგიდიდან ააყენეს მოკლედ. უთხრეს რომ აი შეგიძლია ტელევიზიაში იმედში გამოხვიდე, იქ რაღაცა ორი სიტყვა თქვა, რომ აი ნაცი ჩატლახია, ჩვენ მაგრები ვართ საქართველოს ბაბანებს. ხო, აი ეს აკა, მაგრამ გადაწყვეტილების მაგიდაზე აღარ იჯდება. აი თუ სიმართლე უფრო კარგად ვიმიხვდება, ეხა ხალხი რიცით მინდა. ესეც იქნებოდა. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეხლა იმიტომ კი არა, რომ მე მაგალითად კალაძის გამო მე რო გადამეკიდა. არა, მაგი არც ამაყრე დავივიწყე უკვე კაცო, მაგას შევეგუე და აზრი არა აქვს. მე კიდე ის კაცი არა ვარო, აი ხო მაწყეინე და ეხლა აი შენი ესე. არა კაცო, ესე მეტი ინტელექტი არ ეყო. მაგრამ როგორც არის რა, უყურე რა, ერთი ეხლა უკვე პირველი რაც მინდა ხაზი ერთი რაც მინდა რომ ხაზი გავუსვა, თეკლა აქ არის ერთი რამე. მაგრამ გამოვიდა და თქვა რომ 100 ადამიანს უსმენდითო, ლეგალურად რა თქმა უნდა, სანქციითო და ეხლა უსმენთ 3000-ო, ისაც ლეგალურადო. ხალხი აღშფოთ და დედა გვისმენელო, მე ვამბობ. მაგი შეგიძლია სულ არ გეთქვა და რატო? იმდენად მწირია ეხლა შენი მაგის 100-დან 3000-ზე გაზრდა, შეგიძლია თქვა რომ არაფერი არ გაიკეთებია. იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში ამ პერიოდში, როცა 500 დღე უცხო ქვეყნის სამხედრო აგენტურა იქ დგას და შენ 3000 ადამიანზე მეც ვერ უსმენ ლეგალურად, ესე იგი შენ არაფერიც არ გაგიკეთებია კაცო. რესურსი არ ყოფნის ესე იგი. ძალიან კარგად ყოფნა, არ უნდა მაგას რესურსი, არის, იმიტომ რომ მე მინდა ხალხმა სწორედ გაიგოს. ეს არ არის ბიჭო, სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია თან რა დროს და თან რა რეგიონში. რას ქვია, არ უსმენს. და ეს არალეგალურადაც მოусმენთ, არც მაგაზე მაგ გართულება, კაცო. წესი არ ადამიანი ნეტა მოისმინონ, ბიჭო, ნეტა მოისმინონ ამ შობელ ძაღლებმა, კაცო. ეხლა გეტყვის ასწავლებს რუსეთიდან რა სიგნალებია წამოსული, მაგრამ მაგამდე მივიდე ჯერ. ამიტომ პლუსი მაგაში ვერ ჩაიწერ. აი შენ რომ ტელევიზიები ნებისმიერი საქართველოში არსებული გეკონტროლებინა და ეგეთი მექანიზმი შეგექმნა, მე წაშლა გიკრავდი. გეტყვი მალადეც. სწორია. კიდე ერთხელ მე წინა გადაცემაშიც ეხლაც გიმეორებთ. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სახელმწიფო,
არც ერთი სახელმწიფო, აი არც ერთი დიქტატორული, ტირანიული ჩამოთვალეთ ეს სახელმწიფოები, რომლებთანაც ცდილობა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფალთ სადღაც მაინც პატრონი ეპოვნათ და მინდოდა რატომღაც ამ ლაივისთვის, როდესაც გადმოვტვირთავდა გავავრცელებ სოციალებში, ესეთი სახელი მინდა დავარქვა ოცნება პატრონის ძიებაში. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ჩამონათვალი გაკეთებული, ვისთანაც სცადეს ძიების გავყვალვა და არსად გამოუვიდათ. არა, მივალ მაგამდე. მე მინდა კომპლექსურად მივუდი რა. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ის აზრი არ მინდა რომ ხალხი ამას შეეგუოს სასწრაფოდ რა. ნუ უყურებთ ტელევიზიას როგორც გასართობ რაღაცა იმას. არ არის ეგ გასართობი, კაცო. მაგ ტელევიზია ეგ არის ჩვეულებრივი სამხედრო იარაღი, რომელიც ახდენს გავლენას ადამიანის ცნობიერებაზე, მეხსიერებაზე, რა ვიცი, რასაც შეუძლია გამოიწონოს, სულ ცოტა შეუძლია გამოიწონოს ეთნოკონფლიქტები. და ესეთი ბერკეტი რომ უცხო ქვეყნის აგენტურას ხელშია, მე მგონი დადებითად ვერ უნდა შეფასდეს მამუკა მდინარაძის ის 7 თვიანი მოღვაწეობა. რა ვიცი, მე ესე ვაფასებ. ეხლა რაც შეეხება აბა გაიხსენეთ რა, პატრონების ძებნა. ჯერ ხო 2024-მდე ხო რუსებთან მეც ხო მომატყუეს. მეც ხო გადამაგდებინეს ისინი იქით. თვითონ ხო გადააგდეს 2024-ში. კაი, გაანები მათ თავი. გავარდნენ არაბეთში. სულ ხელზე კოცნეს შახის შახს. შენ მუხლებს ვენაცვალეო, კაცო. შენ ყოფილ ხარ, ჩვენი მშველელიო, კაცო. შენ ყოფილ ხარ და ეს როგორ არის? დავით აღმაშენებელს მოწყდა ხელებიო, ეს როგორ გაგაგდო თბილისიდანო, კაცო, ეს რა ქნაო, რა არ გამოვიდნენ არ თქვეს? ბიჭო, რავა არაფერში არ უმართებთ ამ უპატრონოებს, კაცო. გააქანეს ბიჭო და ეგ შენი არაბები ბიჭო გაქანებულ ომშია, აქეთ დასახმარებლები შეიძლება გახდნენ ხვალ, კაცო. მე არ ახუმრობ. შეიძლება წყალი ისეთი მივაწოდოთ, არ დაიხჩენ ეგ უპატრონოები. კაიო, არ გამოვიდა მაგათან არაფერიო. შემდეგი. გავარდნენ ახლა ორბანთან, კაცო. ეტა, ორბანიო. ბიჭო, ვეუნებოდიო, კაცო, წამოდი ორბანთან, წამოდი, არ მომყვებოდენო, კაცო და აი რო ჩავიდნენ ორბანმაც შენ ესე იგი კავკასიის ლომო შენო ესე იგი რუსების ხახაში ხარ და სად არის ახლა ორბანი? იმანაც გაუსხა, კაცო. დადგა და წააგო. სო დამთავრდა ორბანი. ახლა გავარდნენ უჩიჩთან. იმ უჩიჩმა უთხრა, წადი ბიძია. მე მაქვს თვითონ დასალაგებელი შენ უნდა დაგალაგებინო, იმან საერთოდ გამოხარა. ახლა გავარდნე და ბიჭო, სად დავდივართ იქითო, კაცო? აგერ არა ყავს ალიევიო, კაცო. მაგას ვენაცვალე, გელბურეა, კაცო, გელბურეა, ჩამოიყვანეს. იქ ჩვენი მამამ შეხვდა. რამე, სულ მოკლედ, როგორი სიუჟეტები იყო ხო ნახეთ, კაცო, რა. მუზეუმი გინდაო, ქართველები ცხოვრობენ, მაგათ ვაფშე გამოვყრიეს. სულ გამოვყრი მაკედან, კაცო, გადავასახლებ საქართველოსდანო. შენ მუზეუმს მაინც გავაკეთებო. ჩასული, ბიჭო, ბაქომში ჩავიდა თუ რა ალიევი და რამე მე და რუსებიო დავლაგდითო. ბიჭო, ამანაც გაუსხა. ბიჭო, რა გახსნა ახლა? ამ დროს კაცო გაიჭედა ამერიკელები. ნუ ყველა ვის მაგის მოკავშირე იყო. ბიჭო, რავა ყველა მოწყვეტ, ადი კაცო, ტრამპი ხარ თუ ვიღაცა შენ გიჟი ხარო, კაცო. რა ის ომში ვთავ მე ახლა ამათან მე გიჟები არიანო, კაცო, შიტებთან თავ ომშიო, კაცო. გამანები თავი ყველა მიატოვა. ნატომ, კატომ, ხუიატო, რაც იყო, ყველა მიატოვა, კაცო. ბიჭო, გამოვარდნენ ეგერ ჩვენები და ჩვენ როდის ვამბობდითო რომ ჩვენ დალაგების რეჟიმში ვართო და აი შენ გენაცვალე ჩემო ტრამპიო შენ გენაცვალეო რავი გუშინ კი დაგავტყვია მოხდა მაგ უპატრონს
ბიჭო, ვიზეთ კარტი დასვეს, ყველა გაფუჭდა ბოლო. ყველა გაფუჭდა. ამიტომ მე უკვე აღარ მიღებს, კაცო, გაანებე იყვნენ აქა, კაცო, იქ რუსეთში. ბატონო პაატა, ნახეთ, ჩემს ერთ-ერთ ლაივში სტუმარმა გააკეთა ესეთი პროგნოზი, კობა კუპრაშვილმა თქვა ეგეთი რაღაც, რომ თეკლა წლის ბოლომდე უკვე ეგ ფუფუნება აღარ შეჩებათ, რაც წლების განმავლობაში თამაშობდნენ, ვითომ ლავირებდნენ, უკვე მოუწევთ მხარის არჩევაო და რამდენად ეთანხმებით ამ ამბავში ჩემს სტუმარს? სანამ ბატონი კობა მაგას იტყოდა, მე მაგი ორი გადაცემის წინ გითხარი. დამთავრდა ეგ. ლავირებ. აი, ლავირებ რა. აი, ესე რომ მაგის ტაშის ხრელები რო გამოდიოდნენ და ესე იგიო, რას ლავირებენო, პროსტო, აი, სუპერ მაგარი ლავირები, დამთავრდა. მაშინ ყვიროდი, მოემზადეთ, მოდის ეს ეპოქა, ჩვენს რეგიონში მოდის, ეხლა აღარ არის, უკვე მოსულია. უკვე მოსული, ეხლა მე ერთი ამას ეთქვი. რუსეთიდან 3 კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო. 3-ვე კონფერენციაზე იყვნენ ქართული დელეგაცია მიწვეული. 3-ვე ამოიღეს იქიდან, სიიდან ქართველები. როგორც უყურე, სიტყვას დაუკვირდი, როგორც მტრული ქვეყანა. წარმოგიდგენია რა სიტყვებზე გადავიდნენ უკვე? ხარ, არა ხარ, შენ არ გეკითხებიან, კაცო. ხარ. როგორც ამოიღეს, გააუქმეს, ერთი დიპლომატიურად წასულიყო. მეორე მე მგონი თუ არა ვწდები. ხო, რაღაცა, აი ესე, რა, სოციალისტებს გაუმართლა შვედი და ისინი არიან. აი უყურე, მაგრამ ტენდენციას გეუნები. იმათანაც ვეღარ აწი აღარ აქვს მაგას აზრი მეთქი თეკლა. გამორიცხული თემა უკვე, მაგი აღარ აქვს აზრი. ეხლა ვდგევართ კიდე ერთხელ გეუნებით. აი ესე ვდგევართ რა და ერთი დღე ხო გავიდა, უი სლავა ბოგო, არაფერი. ვაიმე რა კარგი ერთი დღე გავიდა. всё. მითხარით გეგმა რა არის? გეგმა მითხარით რა არის ხალხო? აი ესე ცხოვრობთ რა. უფუნქციო, ავტორიტეტო, კიდევ ვინმე უავტორიტეტო, რაღაცა ხალხის შეგროვება უკვე შეგვიძლია თქვა ამ ტერიტორიაზე, რაღაცა ტერიტორია არის, თორე სახელმწიფოდ არავინ აღარ აღხსნობს მალე. თეკლა მე ვიცი რომ ზახაროვასთან უნდა გქონოთ და თქვენ ჩართული. კი, მაგრამ მოსკოვში არ იყო და კითხვების ის ჰქონდა. ამიტომ იქითა კვირაში დაიდო. მაგრამ მაგას არ გამოვტოვებ მაგ ამბავს. კარგით, აღარ შეგაწყვეტინებთ. უყურე, მან კიდე ყველაზე მთავარი რაც არის რა. თეკლა მე რაც ემას მინდა იცი შევე, ხო? რაღაცა ჩემ გადაცემაში რაღაცა არ მოეწონათ, კაცო, ესე ვთქვათ ჩემთან ერთად რო ბრძოლობდნენ 9 წელი რა. მე მაგ ხედველობაში აი ეს დაღუპული ტრაგედიის ძალიან ხისტად და პირდაპირ თქვით სათქმელი პარასკევის ეთერში თქვენ მაგ თემასთან დაკავშირებით და მაგაზეც ჩანიშნული მქონდა, კარგია რომ დაიწყეთ. მე სხვანაირად არ შემილია. უყურე რატომ? ბიჭო. აბა გაიხსენეთ კაცო ერთი ის კომისიის ხდომები რო იყო. ბიჭო, რავი, თელი საქართველო დაგსტრესეთ ისევ, კაცო, გამიხსენეთ ის 9 წელი, კაცო. გული ხელით მე მარტო იმიტომ რომ ხანდახან მე ჩემ თავს ვეუბნებოდი, კაცო. ბიჭო, შენ კიდე რა გჭირს, კაცო? ჩემ თავს ვეუბნები რა. რა შენ თვალს ნახლებოდა ესა 9 წელი, მაგრამ რო უსმედი და ეს რო ხო უფრო სხვანაირად აღვითქვი რა, კაცო. ბიჭო, თანაც იქ კომისიის წევრები იყვნენ და ტიპები ნახე რა განცხადებებს უბრახუნებდნენ. ამ საქმეს ბალამდე მივიყვანთ, თქვენ აიკრძალებით და რაღაცებს რო იმუქრებოდ. ზუსტად ისინი გააქრეს, ვინც მაგ პოზიციით საუბრობდნენ. უყურე რა, გააქრეს წულუკიანი, გააქრეს სუბელიანი თუ ეს ხო, სოზარა. სოზარ სუბარი. მანდაც აღარ მაქვს პრეტენზია. მაგათ თავში ქვაუხლიათ ერთად საერთოდ სუყველას, მაგრამ მე მაგ კიდე ერთხელ მე პრეტენზია მაქვს იმ ტრაგედიის მონაწილე ოჯახებთან, რომლებსაც მე პირადად ვიცნობ, სულობები რომ გაუხსნეს თავიდან ამ ხალხს. ეს გაუხსნეს, მაგრამ თავმოყრალობაზე აქ ლაპარაკი.
შენი პირადი ოჯახის ტრაგედია ტიპებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულებისთვის და არა იმისთვის, რისთვისაც 2012 წელს შეიკრიბა ბიძინა ივანიშვილის გვერდზე საზოგადოება. გალაპარაკეს, გამოგიყენეს. თქვენს ის ემოციურად, რავი, რამდენი ცრემლი ვნახე იქა, რამდენი ტირილი, რამდენი ტრაგედია. მე დგეს და ამაზე დგებიან და გეუნებიან. აი თვითმმართველობის არჩევნები ჩამატარებინეთო და აი ჩემი დედასო თუ აი არჩევნები დამთავრდება თუ არა ეგრევეო კაცო ვსო ეგრევე ვასამართლებთო დამთავრდა ეგ არჩევნები ხო შეიტანეს ისა სარჩელი მაგრამ ეგ ხო და მოკლედ ეგ მას 8 თვე 9 თვე მიდი მოდი კაცო დამთავრდა ეგ ხო ახლა ხო გამოიტანეს უკან აბა იმიტომ რომ ბოკერიას ფედერალისტების პარტია არ ყოფილა ფედერალისტები, მაგრამ მომწონს კაი სახელი თქვით. როგორ ქვია? ფედერალისტები ქვია, მაგრამ მომეწონა რა ფორმად შეურჩიე. მოკლედ როგორც არის რა. მაგრამ უყური რა. ახლა იმიტომ გამოვიტანეთო. ნახე რა ვირ ეშმაკობენ რა, ვითომ თავის ჩვენთან კიდე გეუბნები, ჩვენისანა ხალხთან პრობლემა უფრო შეიძლება პოლიტიკური იყოს და მორალური. აი იმ ხალხს რომ აი ის ხალხი რომ გამოდის კიდე ტელევიზიით და 41 რო უპადეშკებს, მეს უკვე აღარ მესმის თეკლა. მე პროსტო აღარ მესმის რა. იყო პერიოდები, როდესაც მე და თქვენ სულ ჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ როდესაც უკვე რეალურად დაიწყეთ კრიტიკა და ბოლომდე კარტების გახსნა და ბოლომდე ყველაზე სათქმელის თქმა, მას შემდეგ იყო რაც დაალაგდა ჩვენ შორის და აღარ დაგვიჯიგია ერთმანეთს, აღარ გიჩხუბია და ამ ყველაფრის მერეც რომ კიდე ოცნებას არეკლამებენ და აპიარებენ, მართლა არ მესმის ამ წმინდის პატრონებისგან თორე. თეკლა თანაც ყველას ხო ვიცნობ მაკედან. ბიჭო, როგორ მინდა იცი? ის მაინც გვითხრან, როგორ აღვითქვათ? შეიძლება ჩვენ არ ყოფნის იმხელა ინტელექტი, რომ სწორედ პოლიტიკურ წიაღსვლებში ვერ შევდივარ და ვერ ვიგებთ. კაცო, ხო შეიძლება ვერ ვიგებთ. და ჩვენ და ვიგებთ ისე, რომ ბიჭო, რავი, შენი პირადი შვილები დახოცეს, კაცო, იქა, გალაპარაკეს, გაიგეში და მე გითხრა, იმის იმედზე იყავი, რომ უნდა საერთოდ აეგრძალათ, კი არა ეგრევე დებატებში ზიან, ბიჭო. ვაფშე თავმოყვარეობას, რავი, მე ესე აღარ მინდა მძიმე სიტყვები თქვა, კაცო. კომფორტის ზონაში ხარ და არ გინდა გამოხვიდე? ხო, მაშინ ესე ჩანს. მაშინ ამის ფასი თუ არ გამოდიხარ, არის ესეთი შეფასება, კაცო. მაშინ ეს ფასი უნდა გადაიხადო. სხვანაირად არ გამოდაჩი. საგურიას ვეუბნები რა. სხვანაირად არ გამოდის ეგა. ამას თბილისურად ცოტა სხვა რამეც ქვია რა, ჩემო ძმა. ბიჭო, რავი, აბა რა, მაშინ 9 წელიწადი რას აცემინებდით ჩემ თავს, კაცო. ჩემი ოჯახს კი არ შეეხნეთ, თქვენ ოჯახებს შეეხნეთ და რავი, თქვენ კარგ გამადლით, კაცო, კიდე რომ მოხდეს, კიდე გამოვალ. მაგაზე კი არა. ბიჭო, რავი, არ მესმის მეთქი. ეხლა ეს მითხარი კორექტულად როგორ უნდა ვთქვა? აი კორექტულად რა სიტყვები უნდა ვთქვა ის მაინტერესებს. აი როგორ ისეთ რა არის ჩემთვის ძალიან მიუღებელია მათი სიჩუმე და აი ნამდვილად პრაგმატულად რომ მოაზროვე ადამიანებს და წადი თქვენი დედა ვატირი რა ვინც მაგას მთხოვს მე ჩემგან რა. ესეთი სიტყვები ჩემგან არ არის გადართეთ იმედზე და იქნება კაცო. ამიტომ კინო ბრაზდებით ჩემზე. მე ხო გეუბნებით მე ვარ სარკე. სარკეს ნუ ამტრებთ კაცო. სარკე არაფრის შუაში არ არის. შენ ახარ მახინჯი. შენი საქციელია სიმახინჯე. არის ზღვარი რაც შეგიძლია მოითმინო, არის ზღვარი რომ პროსო შენი შმა მაინც მისცე. თუ არ გინდა კომფორტის ზონიდან და გამოსვლა, შენი შმა მაინც მისცე, ბიჭო. ვინ აქ ჩემი შვილი აგდებინეთ საფლავში მას რა თქვენ მამად ზაღლებო თქვენა? ამ კითხვის დასმა რა პრობლემა გაქვს? მიშა დროს არ შეგვშინებია და ეხლა რა დაგვეტაკა? მე მეტი ენა არ ვიცი, რა ვიცი, არ ყავს მეტი ინტელექტი. ბიჭო, რა გავაკეთო, არ ვიცი. წავიკითხო, დავწერო და წაგიკითხოთ, კაცო. რა ვიცი, ესე მგონია რომ ესია. მოდაკ.
არა, რავი, ბიჭო, რავი, ეხლა რავი, ძალიან გაკვირვებული ვარ უფრო რა. მე ვფიქრობ, კაი, მიხედე შენ თავს კაცო ერთი რაც უნდა ისქნიან რა. ყველა თავის გაზე გამომართვის რა. ბატონო პაატა, ახალი კოჰაბიტაცია ეგეთი თემა იყო ეს საუბარიც თქვენს გადაცემაში და მინდა აქაც გავუსვა ხაზი, ხო, არ ხდება ახალი კოჰაბიტაცია. იმიტომ რომ გელაძე ყველამ ვიცით როდინდელი კადრია და აიმიტომ მინდოდა რომ ეს თქვენთვის მეკითხა აქაც. გელაძე არაფერ შუაში არა, მანდ უყური თეკლა როცა დაიწყეს ამათმა მიხვდნენ რომ თუ ესენი ქართულ საზოგადოებას დაელაპარაკებიან, ნუ ერთმა ზურა მახარაძემ, რა ვიცი, ორჯერ იყო მიტაცებული და ორჯერვე გადაფარა, მთელი ყველაფერი გადაფარა, ხო იქა? რატო? ზურა მახარაძესთან კი არა აქვთ პრობლემა. ქართულ მენტალობასთან აქვთ პრობლემა, კაცო. რა შუაშია იქ? ზურ მე რო ჯდომილიყავი რა, სხვანაირად იქნება, შენ რო ჯდომილიყავი, სხვანაირად იქნებოდა? ამიტომ მანდ იქ არ არის იმაზე ლაპარაკი, ვინ იჯდა. ეპშტეინელი რო არ იჯდა და ქართული ადამიანი რო იჯდა, იმან პირდაპირ პრობლემაზე დაიწყო ლაპარაკი. ისეთ პრობლემაზე, რომელიც ყველამ ვიცით რო არის. რა არის? ეხლა ხო უყურებდი გარშემო რა იყო სხვები, ხო? საერთოდ დაკარგა იმათ ყოფნამ იქ არსი. საერთოდ არა რატო იჯდნენ აზრი დაუკარგა. აზრი დაუკარგა, რატო ისინიც მიხვდნენ ჩვენ თუ ეხლა ამ ქართველებთან გავაბავთ საუბარს, ჩვენ ბიჭია, რიგაში კი რა, აგერდო ერთ თვეში დამთავრდებით, კაცო. მაიტა ისევ კაცო, გირჩი 2, გირჩი 3, გირჩი 4, რავი, ეგეთ მოყარე, კაცო. ისე გასუქს ჩაიწმევენ, ეს კაი ნაჭამები კი არიან. ხო, გაღაშღაჟებულები ზიან, ფონი აქვს შექმნილი, რომ ინტელექტები ზიან, ამ დროს ზიან ჩემი ფეხები, არაფერი მაგათ მარე, რაღაცა სიგიჟებზე საუბრობენ. არაფერზე, აი, რამე ბუმი მოხდა, დებატი არის ესეთი რაღაცა, რომ ხალხი მე განხილვა უნდა იყოს რაღაცა, ხო, მაგრამ რეალური ჯახი და ხმაური ხმაურიც არა, მეგზე დაჯახება რეალური. ხმაური იყო ის დემოგრაფიაზე რო ილაპარაკეს? არაფერი ხმაური არ იყო, მაგრამ იმხელა რამე იყო, რომ ანუ სახელმწიფო საქმის კურსია. რომ ჩვენ დემოგრაფიულად კატასტროფა, ცუდად არ აქვს, კატასტროფულად ვარ საქმე. ამიტომ აქ ხმაურზე კი არა ლაპარაკი, საქმეზე არ ლაპარაკობენ, კაცო. საქმეზე არ ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ განათლების სისტემაზე. ბიჭო, სანამ ბავშვ განათლების სისტემაზე მიდიხარ, მასწავლებელს რას ეუბნები? როგორი განათლება გინდა რომ ახალგაზრდებს გადასცეს? როგორ გინდა რომ ის შენი მომავალი თაობა გაიზარდოს? ჯერ შენ ის განსაზღვრე. როგორი გინდა რომ გაიზარდოს? ქართველი თუ ეპშტეინელი? ანუ კემბრიჯ კოლუმბიის განათლებული, რასაც თქვენ ცივილიზაციას ეძახით, ნუ ეპშტეინელს. ეგეთი გინდათ რომ განათლება ესე ვიყოს, თუ ქართული ტრადიციული რელიგიური გაზარდოთ. ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით და ამისთვის რა მასწავლებლები გყავთ იქა? თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია? კაი, ჩვენი კემბრიჯიდან ჩამოვიყვანთ ეხლა პროფესორ მასწავლებლებს, იმან რა უნდა ასწავლოს? რა იცის იმან მარადის ბრძოლა? აი, გაკითხები, რა იცის იმან მარადის ბრძოლა? 300 არაგველი ვინ იყო? რა იცის იმ ბრიტანელმა? ამიტომ ჯერ სახელმწიფომ და ხალხმა განსაზღვრეთ, როგორი თაობა გინდათ რომ გაზარდოთ. ხო, რა ინფრასტრუქტურაც გინდათ ააშენეთ? ჯერ ისთვის აშენეთ მე არ ვიცი, იქ მალე ჩვენ ბავშვები თავდებით და. მაგრამ ეგ კიდე სხვა ტრაგედიაა. მაგრამ თუნდაც განათლებაზე რომ მიდიხარ, სანამ განათლების რეფორმას დაიწყებ, ჯერ შევთანხმდით ქართველები, როგორი თაობა გვინდა გავზარდოთ? ამაზე ვთანხმდებით? როგორი? ჩემმა შვილმა დაამთავრა კოლუმბიის რაღაცა უნივერსიტეტი, მუშაობდა USAID-ის ადამიანის უფლებების, ბრიტანეთის რაღაცა გამწვანების, ესეთი ახალგაზრდობა გინდათ? მაშინ გაანებეთ თავი, ისიც არის.
არა, თუ ეგეთი უნდა ქვეყანას, ნუ გაიკლავთ თავს, კაცო. არის უკვე ეგეთი. მართალი ხარ, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს სწორი. ამიტომ ჯერ რა გინდათ? ეს გაარკვიეთ. როგორ თაობა გინდათ? ეგ არის ყველა თავარი და მე კაცო იზი. და აქ უკვე შვილების თაობაზე არა ალაპარაკი, მშობლების თაობა, ჩემი ასაკის თაობა, რომლებიც მშობლები უნდა იყვნენ. მე ამას ვიძახი წლებია. ეს თაობა ვართ თავიდან გასაზრდელი, ქართველებად გასაზრდელი. ყველას არ გულისხმობ ერთეულები და გამონაკლისები 20% არის გამონაკლისი 80% შემთხვევაში ბატონო პაატა ხდება ისე რომ ეს თაობა ვართ გამოსაზრდელი რომ შემდეგ შვილები იდეოლოგიურად ქვეყნის სიყვარულზე მაქვს მე აქ ლაპარაკი თორემ განათლება 2 და 3 დიპლომი რო უდევს ჩემთვის ის ნულია თუ კი ქართულად არ უძგერს გული და პირველი საქართველოსი არ იწყება მისთვის ყველა პოლიტიკური გადასახედი აი ქუთვლირო ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და მარტო პედაგოგები არიან თვითონ მონაგავებული. ჩარეცხილების შემდეგ წამოვიდა ის თაობა, ვინც გამოიზარდა ლიბერალურ თავიდან ბოლომდე სისტემაში მოერგო და ესენი ასწავლიან ახლა სტუდენტებს. და წარმოიდგინეთ რა მხელა პრობლემა გვაქვს. ეკლა უყურე რა. ამიტომ პირველ რიგში მე ხომოგიყევი აქ ჩემთან მეექვსეს საშუალო სკოლა. წვანე სკოლა როა კაცო დიღომში. ხომ აქ მოყოლილი. იქ პახუდუ საბავშვო ბაღის ისაც არის რა. ცალკე გაკეთებული იქვე, ხო? დაბადების დღე იყო და ახლობელთან ერთად აი ჯამარაული როა ფუტბალისტი, იმის ძმასთან ერთად მოვდიოდი რა და რაღაცა დიდი მუსიკის ხმარო შემომეწმეთ, გადავიხედე უბრალოდ ზაბორზე. აი ზონტიკის ის რო არის, ხო ესეთი მრგვალი. ამას გეუბნები შარშან წინ. და ესე ბავშვებს ეჭირა და ესე აფრიალებდნენ. გაინტერესებს ის ზონტიკი რა ფერის იყო? LGBT ფერი, თისარტყელის. ეგრო იყო, მაგაზეც არაა პრობლემა. ეს მეუბნება, ჯამარა მეუბნება, მაინდა გადავხდეთო რა და ეს გამოიხედაკით მეუთხე, სადმა გადახდე? მშობლებს შეხედე, ბიჭო მეუთხარი. მშობლებს შეხედე რა გაბწყინებული თვალები და ჩემო დათუჭა, ესე დედიკო ესე აფრიალე დედი, ეს პატრონ შეფსას. აბა მიდი ახლა შენ და აი ეგ აკრძალე მაგ სკოლაში. აი ეგ მშობლები გავარდებიან და განათლების სამინისტროს გადადგავენ, კაცო. ამიტომ როცა ვამბობ რომ რა გინდათ, კაცო? როგორი გინდათ? თუ ესეთი გინდათ, როგორიც გვაქვს, ეხლა გათხოვილ კაცს რო უკრავენ ტაშ. ნუ აღარ ტყუილად უყრით ფულს უკვე გვაქვს ეგეთი კაცო. ეფშტეინური გვაქვს, არის. ნუ ხა ტყუილად მაინც ნუ გაყრით ამ ფულს კაცო. ინფრასტრუქტურაც კარგია. რა ვიცი, ყველაფერი ეროტიკული ქალიც, რა ვიცი, ლექტორებიც აყვავს. აი გადმოყრია ხოლმე ძუძულებს ასე და ასე რაღაცა, რა ვიცი, ხო რა, პირველად გაიგეთ ჩემგან ეგეთა. გვაქვს უკვე კაცო. რაღაცე ყრით ფულს. ტრადიციული გინდათ? მიხეილ ჯავახიშვილის განათლება გინდათ? მაგაზე გაერკვეთ, ჯერ რა გინდათ? სანამ იქ მიადგებით განათლების სამინისტროს. ესეც ეგლა ნუ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ რა ვქენით, ჩვენ თორე ეს არის შედეგი 34 წლის, რომელიც ამ სახელმწიფომ გადასცა თავისი განათლება, მედიცინა, თავდაცვა, კულტურა ყველაფერი გადასცა რომელიმე სფერო არის დარჩენილი, რომელიც შეგიძლიათ ვთქვათ, რომ არ არის ჩამომპალი? ეგეთ რამე დარჩენილი. არ არის. პროსტო უბედურება რატო არის ახლა იცი მირთხის დღეში? აი ეს ყველაფერი რომ თავდება უკვე და ცხელომშია გადასული, ესენი აი წარმოიდგინე ბავშვმა დაამთავრა კემბრიჯის რაღაცა საერთაშორისო რაღაცა ინსტიტუტი, ფაკულტეტი. აი ეგ საერთაშორისო რაღაცა დებილობა დამთავრდა. გეკითხები რას უშვება ახლა იმ დიპლომს? ვისაც ჯანდაბათ უნდა შენი ჟენევის და იმის კონვენციები ხლა. ვინ გააქცევს მაგ ამ სტრასბურგის სასამართლოებს და რაღაცა სიდებილეებს? ანუ ბავშვი ასწავლე 25 წლამდე და გამოდის რომ ის რაც ასწავლე ის დამთავრდა. აი ლენინი და მარქსის ისინი რო იყო ხოლმე ხო კომუნისტების დროს.
დამთავრდა კომუნისტური რეჟიმი. ნუ დაიჭირე ეგ შენი ლენინ მარქსის დიპლომი და შემოდგე იქ ვის რაღაც უნდა. აი ზუსტად ეგ მოხდა. ზუსტად ეს აი გაუგებრობაში ანუ ვეღარც იმით ტრაბახობენ რომ აი ჩემი შვილი USAID-ში ესეთი მიღებული ტიპი იყო, იქ მუშაობდა, იქ დადიოდა, სირცხვილი ხდება უკვე მაგი. სირცხვილი ხდება, ხდები, ანუ მთელი 34 წელი წყალს გავაყოლეთ რა. აი არაფერში ერთი კაველი ამ ქვეყანამ წინ ვერ წაიწია, ვერაფერში საერთოდ. სიძულვილის გარდა. ერთი მიგებართ სოფლიოში. ხო, ამიტომ ესენი მეცოდებიან ბიჭო ეს ხალხით. რა ქნან? აი რა უნდა ქნან ახლა? აი მშობლებმა რა უნდა ქნან? აი მიიყვანა უნივერსიტეტ დაში, რას ასწავლენ იმ უნივერსიტეტში? რა ის საერთაშორისო, რის საერთხვალ რა იქნება ამ საერთაშორისო იმაზე? ხვალე ვინ იცის აქა? თვითონ იმათ მარიციან, ვინც ეს წყობა დაანგრიეს, ხვალ როგორ დალაგდებიან. შენ რას ასწავლი აქ, კაცო? ვის რა ფეხებად ჭირდება შენი ჟენევის კონვენციის მუხლების ან სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს რაღაცა მუხლის დარღვევა. და ნუ ნაფიგ. კაი, რას უშვებით ახლა ეს წულუკიანმა როგორ გავახარა? რუსებს მოუგეთო სტრასბურგიო. რა შვებით ახლა? რა ის მე რა რომ მოუგე? რუსებმა იციან თუ რომ მოიგეს ვაფშე რა. რა წამოიღეს იმ მოგებიდან ეგ არის. ანუ ის იმის მაგივრად იქ კი არ გვეჩივლა დაგველაპარაკა და ახლა მაგას ალბათ მე გვიან შევეხოთ. ხო, ჩვენ რაღაც სიგიჟები ანუ იმის თქმა მინდა კაცო რომ ეს 34 წელი უკვე აშკარად დამთავრდა. უკვე კი არ მთავრდება, უკვე დამთავრდა. კაცო ისინი უკვე ომზე არიან გადასულები. ყველაფერზე არიან გადასულები და საჭიროა დაიჭერეს, საჭიროა დახვრიტავენ, ყველაფერზე მიდიან დაამთავრეს იმათმაც რაღაც ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ეგენიც იმათმაც დაამთავრეს. ცხელ ომში არის, ცხელი ომისთვის ემზადებიან, კაცო. დამთავრდა. შენ რა შვები? რომ არაფერში მზად არ ახლა, არც მორალურად, არც განათლებით, არც ფიზიკურად, არც სამხედრო თვალსაზრისით, даже სპორტი იქაც არ ახარ მომზადებული. ერთი კვარაცხელიამ რაღაცა გააკეთა, ღმერთი გაახარეს მოგოჯახს. მაგ ბიჭებს საერთოდ მაგ კამანდას რა. მაგათმა საქმე გააკეთეს 34 წელი რომ ვერავის ვერ გაუკეთებია რა. გატენეს თელი ბავშთა საფეხბურთო ისინი ბავშვებით. ყველა იქ გარბეს ბიჭო. იმხელა мотиваცია მისცა ბავშვებს. ქართველმა გააკეთა. მოცოცხლდა ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი. წარმოგიდგენი ამ ერთმა ბიჭმა თავის და გაუცნობიერებლად რამხელა საქმე გააკეთა კაცო. მე ხა მე დიღომში ვთხოვ აქ არის ფეხბურთის ისენი რა, ბაზები. მიდი მოაწყე შვილი, აბა თუ მაგარი ხარ. გადაძეძგილია, რატო? აი ამ კვარაცხელიამ ნუ მაგ კვარაცხელეს რომ მთელ ამ ბიჭების პლეიადას ვამბობ რა. მამარდაშვილები და ამათი. მითხარი ახლა 34 წლის განმავლობაში მაგაზე მეტი ახალგაზრდებში ვინ იმუშავა? წარმოგიდგენია ტიპმა რა გააკეთა? გახსოვთ ვაკიდა რომ დაიძრნენ. აი რომ მოდიოდნენ ავტობუსით და 10,000-ობით ახალგაზრდა იყო გამოსული. ერთი ევროკავშირის დროშა იყო იქა? არ იყო. გაიგეშენ? აი ეგ მაგ ბიჭებმა გააკეთეს რა. და ვისაც ძუს ყველაზე ძალიან კვარაცხელია? ეპშტეინურ საზოგადოებას. პავიასკით კი არ დადიოდა LGBT-ი, კაცო. იმით კი არ დადიოდა კაპიტნის იმით კი არ დადიოდა და იქ მე რაღაცა რომ გადასეს. იმით კი არ დავიდა. ღვთისმშობლის ხატი ეჭირა ხოლმე სტადიონზე სანამ გავიდოდა. ერთმა ბიჭმა გააკეთეს 34 ნუ მაგ პლიადამ გააკეთა აი მაგ ბიჭებმა რა ამიტომ მე ეს მინუტა მეთქვა რა აღმეღნიშნა ღმერთმა გაუმარჯოს მაგ პლეს სულ არაფერი არ გააკეთულ მაგათმა აწი მაგათმა საქართველოს ისტორიაში აი ეს ბავშვები რომლებიც დღეს ქუჩაში კი აღარ დგანან და კი ფურთხისგან ბიჟას კი არ ამაგრებენ აი შევარდნენ აი სტადიონებზე ბავშვების იმაზე ანუ სრავნიცა
მისაბაძები, აი მისაბაძი ტიპი რო ნახეს, ყველას უნდა რომ კვარაცხელია. ჩემ შვილიშვილმა მთხოვა, კაცო, ესა ბაბუ ის ჩაიწერეო რა, ვიდეო რა კვარაცხელიაზეო. რუსეთში სუოროველმა ის არის ფეხბურთი არა ის არის რა, ნუ ვაინი ჩილავე. ხო, იმანა მთხოვა. აბა აი ეს მინდოდა ძალიან მინდოდა ეგ მეთქვა რა აი მაგ პაატა წერს კობა ბატონო პაატა პასპორტი სულთან გაქვთო ისეთებს საუბრობთ პასპორტი რა თმინდა ან ისეთებს საუბრობთო ალბათ მაგას გულისხმობდა რომ მომზადებული თუ გაქვთ მუდმივ რეჟიმში ესა ნახეთ ბატონო პაატა რა მინდა გითხრათ კიდევ მინდა მიუბრუნდე ამ თემას სუსის განცხადება და დაკავებულები თითქოს ხალატის მუხლით დაიჭირეს. რომელ ქვეყნის სასარგებლოდ იყვნენ? რატო არ ამობენ? ეგეც და პლუს მაგას რა საჭიროა 21 საუკუნეში ინტერნეტის სამყაროში, Google-ის მაპის სამყაროში. თუ ეგეც რო დავივიწყოთ, ჩემი აზრსაც ვიტყვი და ვიცი თქვენ გაიტაცოთ მე და აღარ გაგაჩერებთ. საქართველოში სადაც ინფრასტრუქტურა 99% არის რუსეთის მხრიდან დაპროექტებული და გაკეთებული და მას შემდეგ არ დამატებია არაფერი თითქმის ხო იმ ტერიტორიებზე განსაკუთრებით რაში სჭირდებათ იმათ ჩვენგან ვიღაცამ გაუგზავნოს ფოტოები და მოღალატებ და რაღაცა სასწაული არ ვიცი რა გითხრათ და მინდა რომ ამაზე ისაუბროთ და შეიძლება სულ სხვა რამისთვის არის და ეხლა ეგრო ეგრო რუსულ სახელმწიფოზე იყოფილიყო ხო ეჭვი არ შეგეპაროსო ტევე პირველი ფორმულა კავკასია იმედი პოზიტივი აფეთქებდნენ ყველაფერს კაცო ამიტომ ცოტა ეჭვი არის მანდა შემთხვევით ისრაელის რაღაცაზე ხوار მუშაობდნენ ან ბრიტანელების რა ვიცი თან ხო მოკლედ იმიტომ რომ ბრიტანეთი გამოაგდეს ჩვენ იქ როგორც გითხარით თავი და რავი ხო არ შემოაგდეს ეგაც ეხლა უყურე რაც მაგათმა თქვენს რომ ფოტოებს იღებდაო თავდაცვის ძალებისო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმეებისო ხიდებისო ახლა რო გითხრა რომ მე კომპიუტერს ვუთხვნი იმეთქი აი რაღაც შენ გეკითხები ხოლმე ხანახან რა გავაკეთო მეთქი კაცო ხო და ახლა უყურე რა ცხინვალის რეგიონში ისე რომ ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარს არც გადმოუკვეთავ პროსტო დრონს ავწევ რა FPV-ს და პირობას გაძლებ წითელ ხიდზე რა ნომერი მანქანა გაივლის იმას გეტყვი აი პროსტო ამიხსენით ესენი კიდე სად არიან იცი აი ეს შტირლიცის დროს რო იყო ბალაკლავა ესე პასეთი კამერა რო იყო ბალაკლავა მეხუთე ვარ მეხუთე ვის რა თუნდა ბიჭო გახსენი რუკა გახსენი და სად რომელი ხიდია 10 კი არა კაცო არგენტინაშიც გაიგებს სად რომელი 100 გიჟებს ლაპარაკობდნენ ბიჭო სპუტნიკიდან აკვირდებიან როგორ იზრდება მცენარე ვაიმე ხო ნუ რაღაცა უნდა ეთქვათ რა და რავი თქვენს აი ესეთი სიგიჟე თქვენს მაგრამ მე უფრო სხვა რამე აქამდე რატო არ ამობენ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდნენ ესენი რომელი ქვეყნის რა აქამდე არ გერიდებოდათ რუსეთი რო იყო ესე იგი რუსეთი არ არის აბა ვინ არის დაგჭა ორი ან ბრიტანეთი ან ისრაელი სხვა არ არსებობს ვისაც ახლა გააქტიურებულია ჩვენ რეგიონში რა აი ეს მინდა დაგითხრა არაფერი კიდე რა აი ახლა კი მე მგონი ორივე რა ნახეთთან რასთან მივედით ბატონო პაატა თქვენი საუბარი რაც იყო რომ ანდა არის ბრიტანეთის ჩაჩოჩება და წამოწევა ამერიკელების პლუს ამას აგერ ამ ხალხის დაკავება რა ვიცი ძალიან საეჭვოდ იკვეთება და რა გითხრათ ალბათ ერთია კიდე ერთი გეუბნები
რომ სვინიუს დელალი როგორ არის ანუ ეს რომ მე მაინც იქავა რომ ბრიტანელები რომ ჩახსნეს დინარაძის სახით გაიხსენეთ მეტრეველთა რო იჯდა ბაქოში რომ გააქტიურდა და რეებს აკეთებდნენ აქ მერეთ ხო ამათმა სვინი უბროსილი რა რო იტყვიან აი ადგეს და აი ვითომ დაიჭირეს თამითომ კიდევ ამობ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ეგაა მთავარი კაცო რომელი ქვეყანა ცდილობდა რომელი ქვეყანა არ უნდათ რომ გააბრაზონ კიდე ჩვენი ესე ვთქვათ პარტნიორი ქვეყანა რომელი თქვით კაცო ნუ გერი და ბრიტანელები თუ ისრაელი აი ეგ არის ხა რუსები არ არიან პირდაპირ გეხუნები ერთი ორი შემოვაგდეს ვერსია მაგრამ იწუჩი აიღეს მე გვერდიდან ეგა რომ სიგიჟია მაშინ გეკითხებით რომელი ქვეყანა აი ესია რა სიგიჟი თეკლა ქვეყანა ცხოვრობს მეთქი როგორ ერთი დღით სიგიჟეში არიან თვითონ არიან სიგიჟეში თეკლა არიციან ეხლა ხვალ შეიძლება ისეთი რამე მოსწონ ამერიკელებმა ხო რომ ბიჭო ესენი აღარ ვერ წავიდნენ ხო ზატო აი ეს ერთი კვირა ხო გაკაჩეს всё მე კიდე ხალხს ვეუბნები პროსტო დაფიქრდით მეთქი კაცო აი რა შემთხვევაში აი რატომ უნდა მოტრიალდეს დღეს ამერიკელები ქართული ოცნებისკენ მიზეზი რა შეიძლება იყოს რაღაცა გამოსწორდნენ რაღაცა აი რა მაგალითად აი რაზე ამ დროს პრობლემა აქვს ჩვენს რეგიონში გაქანებულ ცხელომშია ტიპი ყველა უარწეუნება და ალაგებს ვისთან თავის გაეფშტენებულ მოკავშირესთან ხო სწორი აბა რა დებილები ვართ არ გვესვით მაგდენი არა ბიჭო ეხლა იმაზე ეკონომიკის განვითარებაზე და კულტურულ რაღაცა იმაზე ილაპარაკეს რა აბა ხო მაგისთვის ცალია ეხლა ტრამპს რა გუშინ კი ნახავ მიაპარტყალეს იგერე რა კატეგორიაზე იყო გათვლილი ეს შემოგდება ამ თემის მაშინ თუ კი რა პროპაგანდა მოიაზრებოდა და რა მის უკან ან მამის გაჟღერების უკან რა შეიძლებოდა მოიაზრებინათ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს როდესაც ეხლა ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანები ხვდებით რომ ეს არის აბსურდი ხო ხო ნუ არ ვიცი შეიძლება თვითონ ბრიტანელებს უთხრეს რომ აი თქვენი ხალხს აი ვიცით ვინები კონტროლზე ყავს აი დავიჭერთ არ ვიცი ეგ მაგას ვერ გაიგებთ ეხლა მან დიდი თამაში რო გითხარით ჩვენს რეგიონში დიდი თამაშია დაწყებული წინა გადაცემაში იმხელა თამაშია დაწყებული ეხლა არ ვიცი რა ზელენსკი ხო ჩავიდა ეხლა ბაქოში აი ეხლა ხო იყო აბა ვინმე მიცის შეიძლება მარტო იმიტომ იყო ჩასული რომ მაიტა რა დავლაგდეთ ბოლო კაცო აი იმასთან აი ამას ვერ გაიგებთ თეკლა ეს არ არის უბრალო ხალხის მოსასმენდი მან ძალიან ვიწრო კლუბში ხდება შეიძლება გამოვიდნენ ბრიფინგზე რაღაცა სიგიჟე თქვან აი ჩვენ დავამარცხებთ სტრატეგიულად მაგრამ თამაში სულ სხვაგან იყოს კაცო არავინ არ იცის აი ამიტომ საქმე რაშია იცი კარგი საქმე ის არის რომ ბაქო ჩაერთვა მაშინ რა ის ბაქო უნდა ყოფილიყო თუ ვინმე მაგეთ თემებში იყო ხოლმე თავის დღე-დამოსწრება იყო საქართველოს ეხლა რო ხარ უფუნქციო შენი ფუნქცია შეითავსა შენმა მეზობლებმა შენი ხავი ეგ დამლაგებელი ყოველთვის აი ეგ თემების რაღაცებში აქ ხდებოდა ეს იყო კაცო მთელი ინტელექტუალური ცენტრი კავკასიის ეხლა რისი ცენტრია გამაგებინეთ ბოჭორიშვილის თუ იმისი რა ქვია ვაიმე აი თავმოყარე სახელმწიფო აი სახელმწიფოში როგორ უნდა ჩაატაროს რამე კონფერენცია ამიხსენით ხალხო აი რომ მოინდომონ ახლა აი შეიძლება ბაქოში მოხდეს აი პაკისტანში მოხდეს აი აქ როგორ უნდა ჩაატაროს შეხედეთ ერთი რა ხალხია აი აქ რუსეთის დელეგაცია ჩამოვიდეს შეგეძვით აქ რა ამბავი ატყდება აი უყურე არადა მაგი მთელი შენი არსებობა კავკასიაში იყო ეგ კაცო
შენი ფუნქცია ეგ იყო კაცო, ინტელექტუალი თან პატარა დონეზე კი არ იყავი. აი, გლობალურ თემებზე იყავი გასული. ეხლა სად ახარ გასული? ახლა ქართულ პოლიტიკაში ვის მოიაზრებ და ვინ გეგულებათ ისეთი დიპლომატი და პოლიტიკოსი, ვინც ამ შეხვედრას შეძლებს, რომ ან დაესწროს და ან რაღაცა პოზიციები დააფიქსიროს. თეკლა უყურე, გამოვიდა გულაშვილის მეცნიერებათა დოქტორი პოლიტიკის და საქართველოს შეიძინა გეოპოლიტიკური ფუნქციაო. ბიჭო, ასე კი მოვიქავე თავი კაცო. ბიჭო, რამე ხო არ გამომჩა კაცო, ახლა მე მეთქი. მე ორგანულად ვარ ჩამული, ორი შვილი ძალოვნები მყავს და მინდა არ მინდა ჩართული ვარ კაცო. ბიჭო, მე მოთხარი ესე იგი შუადერეფნის ის ბიჭო როგორ უთხრა ხარ მამაცაღლები თუ არ არიან რა. ბიჭო, ჩემს ახლიდან დგანან აგერ ბიჭები კაცო. 36 კილომეტრში. შენ კი არ შეიძინე ფუნქცია კაცო. შენ რო დღეს კიდე სუნთქავ და ქართულად ვჟუტურებ, აი ამ ბიჭების დამსახურებაა კაცო, ამათ ვერ უბედავენ ვერაფერს კაცო. შენ რა ფუნქციის შემძენი ხარ, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ ხალხო. რა ფუნქცია შეიძინე, რა ის შუა კალიდორი, ის შუა კალიდორი. და აქ ამ დროს 4 ქვეყნის ჯარი გიდგა და შუა კალიდორზე მელაპარაკები? და კიდე მეუბნები რომ საქართველოს შეიძინა გეოპოლიტიკური ფუნქცია. კი არ შეიძინა კაცო. ჯერ შესაძენი რა ჭირს? უნდა დაიბრუნოს. დავაკარგინეთ და უნდა დავაბრუნებინოთ. დაიბრუნოს შენი სხვანაირად გადაჯიჟდები, თეკლა სხვანაირად დამთავრდები, ფიზიკურად დამთავრდები, ვერ გაკაჩავთ ხალხო. მართლა ვერ გაკაჩავთ, დამიჯერეთ რა. თუ ეს ფუნქცია არ დაიბრუნა ქართველმა კაცმა, პროსტო როგორც ქართველი აღარ იარსებებს, ფიზიკურად აღარ იარსებებს კაცო. უკვე მე ხო ჩემი სიტყვები ხო არა კაცო, ადრე გიჟეთვლდეთ. უკვე თვითონაც ლაპარაკობენ ხო? რატო იცი უფუნქციო ქვეყანა ხარ კაცო, უავტორიტეტო ქვეყანა ხარ. რა ის აბრეშუმის ძაზე მელაპარაკებით, ყაზახიდან წამოსული ნავთობი აზერბაიჯანმა გაგიჩერა, აბა რა ის შუა კალიდორზე მელაპარაკები. რა სიგიჟეებს ლაპარაკობენ, ბიჭო, რა დებილობებს ლაპარაკობენ და ამით რაღაცა ფუნქცია უნდა შევმატოთ, ფუნქციო. ამას შეიძინა უფროსწორადო. ბიჭო, ამას რომ ამბობ თანაც მეცნიერებათა დოქტორი ქვია თუ დოქტორი. ბიჭო, როგორ აქვს ეგ სტატუსი? მე არ ვიცი, ესე რომ არიგებენ ამ სტატუსებს. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამ დროს მეუნება ტიპი ირანში ომი არ დაიწყებაო. ხოც და მეორე ღამეს რომ დაიწყო. ხო ეგ რეჟიმები არიან რა. ხო ირანში ომი არ დაიწყებაო. რატო? კითხვა მომყოლილი ხო აქ. რატო არ დაიწყებაო? ამერიკიდან ეკითხებია და როგორ უნდა დაიწყოსო კაცო მან და ომიო? ტაკერ კარლსონმაო და ამერიკის ელჩმა ისრაელშიო ინტერვიუ ჩაწერესო. მე ვფიქრობ კაცო. ანუ ეს სად არის ასე ახლა აიღო ტრამპმა ხომ მოусმინა მაგ ინტერვიუს. გადაურეკა კაცო იმ ავიანოსებს 3 ცალი ახლა მე 4 მიადგა. ჰე, აბა, დავაი დაახვიეთ ახლა უკან კაცო, წამოვიდ. რა გადროს ომია? აგე ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩაწერა, ინტერვიუ და წამოვიდ ახლა, წამოდთვალ. იმ ღამეს ომი დაიწყო. აი, ამით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორებმა, რაც იწინასწარ ის ანალიზი ხო იფიქრეს პოლიტიკის მეცნიერები ხო არიან, მეცნიერები. და რომ მოიმეცნიერეს, დასკვნა გააკეთესო ირანში ომი არ იქნებაო. იმ ღამეს ომი ხო დაიწყო. მეორე დღე ხო გათენდა. გამოვიდნენ მეორე დღე და ისე უსიცხილო დადგნენ და ახლა ომის პერიპეტიებს იხილავენ, კაცო. ბიჭო, გუშინ არ მითხარი ომი არ დაიწყებაო. ანუ იმის თქმამი და ამათ არ შეერცხებათ, კაცო. აი გამოვიდა და დააბრეხვა რა. всё. ესე იგი, საქართველოს შეიძინა გეოპოლიტიკური ფუნქცია. კითხვა. რა ფუნქცია? თუ კი შენ მეუბნები დერეფანიო შუა დერეფნისისაო? რა ვიცი? თურქებმა, აზერებმა, ირანმა, ინდოეთმა, რუსეთმა რავი აგერ ტერმინალი ააშენეს, კაცო.
Galtan ტერმინალია და იმ ტერმინალში წერია შავი თეთრზე იქ გავლისუფლება არ აქვს ქართველსო კაცო დისკრიმინაცია თუ რამე არსებობს არის ეს რა ის გეოპოლიტიკური ის შეიძლება თქვენ ავადმყოფები ხო არ ახართ ხალხს ურევენ ტვინს თეკლა ხალხს ტვინს ურევენ რა ვიღაცა მე ხო თქვა ეგა რომ აი ბიჭო რა გინდა ჩვენმა ქვეყანა მე შეიძინა ეს იწუთი თავის თავს დაუსვათ კითხვა რა ფუნქცია ლიშუა დერეფნის ხალხო ხოლმე დაუსვა შენ თავს კითხვა იმან შეიძლება დააბრეხოს კაცო რაღაცა თქვას რა აი მოროშა რა და თქვა შენ ხოლმე დაფიქრდე კაცო ყველაფერს თავი დაანებოთ კაცო აგერად დგას ჯარი კაცო 16 კილომეტრში როგორ ახარ შუა დერეფნის რაღაცა ფუნქციის მატარებელი შენზე არ არის არაფერი დამოკიდებული დაჟე რაღაცა სტატუსიც რომ მიიღო ისაც კი აღარაა შენზე დამოკიდებული მივიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე რამდენჯერ გითხრათ ეგა არც ერთ ქართველზე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის სიმშვიდე კაცო უსაფრთხოება არც ერთ ქართველზე აღარაა დამოკიდებული არც ერთ ტყუილია მაგი ნუ ატყუებთ ხალხს კაცო აი დავიხალე ამის ყვირილით რა მშვიდობა შეინარჩუნა ვინ შეინარჩუნა მშვიდობა კაცო იმან კი არ შეინარჩუნა მშვიდობა აი ამ კაცის ეშინია აქ 36 კილომეტრში როდგანან კაცო თბილისიდან მაგიტომ გვიდგას კიდე სული და კიდე პულსო რა ხინკალს კარგათა ჭამს რავი იქიდან არის ეგაც რავი რუსეთის ფქვილია მაგი დენი ხო კაი გაქვთ ეგ დენიც იქიდან არის სხვათა შორის თქვენ თუ გონიათ ენგური და რაღაცა კი მაგრამ იმ ენგურს მარტო ის წყალი კი არ უნდა იმ მძიმე მაზუტიც უნდა ის მძიმე მაზუტი დედამიწაზე მარტო ორ სახელმწიფოში ამოდის ვენესუელაში და რუსეთში არც სპარსეთის ყურეში არ ამოდის რო გაგიჩეროს ეგ ის მძიმე მაზუტი მე რა ჩემ ფეხებით ამუშავებთ ამ ჩემ გესებს კაცო რაზე ბოდიალობენ აქ რაზე დებილობენ აქ და დგანან და ვიღაცას რუსეთთან ბიჭო დღეს რო ქართულად ლაპარაკობდა მართლა ბომბები არ ცვივა თავზე აი კიდე გეუბნები მაგათ ვერ უბედავენ მაგათ აქ კი არა მარტო შენ კი არა სამივე სახელმწიფოს სასოფლეთსა და აზერბაიჯანსაც კაცო იქ ვაფშეტა სამხედრო ფლოტი დგას კასპიის ზღვაში კი დგას მაქედან ბომბავენ უკრაინას ბატონო პატა უამრავჯერ დაგვიწერა რამოდენიმე ადამიანმა თან და მინდა რომ უპასუხო ბევრს გვაინტერესებს ბატონო პატა Facebook-ი დაგიბლოკეს დიახ დაუბლოკეს Facebook-ი ვერსად ვერ ვნახე მარია ზახაროვასთან ჩართვა ვერ მოხერხდა ჩართვა იქეთ კვირაში იქნება და აუცილებლად გაავრცელებს და ნახავთ მოსკოვში და ესე კი ჩაატარა მაგრამ ისეთი ჩაატარა ხალხი როში ხო იცი კითხვები არ იყო რა ეს თავისი ის ხო და ამიტომ უყურეთ ეგლა ეს ძალიან სერიოზული თემაა ეხლა რატო არ აკრეფილი რატო იცი ბიჭო კიდევ ეპოტინები რომ იქნებ ბოლომდე ყველა რესურსი გამოვიყენო რომ ღმერთის წინაშე ხალხის თქვენ წინაშე ვიყო მართალი როცა სამ კონფერენციიდან ქართულ დელეგაციას ამოიღებ იმ სტატუსით რომ შენ წრული ქვეყანა ხარ და ესეთი მოტივით გიშვებენ დელეგაციას იღებენ იმ მოწოლთა სტუმრებიდან თეკლა ეს საშიშია უკვე ეს ძალიან საშიშია ეხლა რა ვიცი ეს კითხვები არის ეს არის მარია ზახაროვასთან მომზადებული რა და ბიჭო ეს კაი ესენი ესე ხო არ არის კაცო შვილი ყავს რა ვიცი მე ბიჯაშვილები მყავს რაღაც ესე კაი ამათი ჩუდი არ ნიშნავს კაცო ქვეყანა გადავაყოლოთ არაზროს ეს არ მომხდარა დაჟე 2008 წელსაც კი 2008 წელსაც არ მომხდარა რომ იმათ დელეგაციიდან ესეთი დელეგატები ამოიყვანა და იმ მოტივით რომ ნიდრუჟესტვენის სტრანახ რა კაი არა მეგობრული ქვეყნიდან
ამ დროს მაგათი გვიდგათ, მაგათი უსაფრთხოებით სარგებლობთ. ნუ უჩლიქავთ ენას, მაგათი გამოვართ დღეს რო აქ ბომბები არწევა, არც ბიძინა ემაიშვილი გიშველიდათ, არც ყობახიძე და არც კალაძე და არც აბულაძე, კაცო. ვერავინ ვერ გიშველიდათ ჩვენ, კაცო, აქ რო არ ესენი აქ არ დგომილიყვნენ. გაგახსენებთ ერთ ფაქტს. წინა თვეს, არა, ამ თვის დასაწყისში ისრაელმა დაბომბა კასპიის ზღვა. კი არ შეიძლება ახლოს ჩამოვარდა ბომბი რა, ეს დრონი. აი კრემლიდან რო დაიბღავლა იმ დათმა, კიდევ ეგეთი მცდელობა და ისრაელი გაქრება საერთოდ როგორც რუკიდანო. იმიტომ კი არა რომ აზერბაიჯანელები შეეწოდა სომხები ან ქართველები. ჩემი გავლენის სფეროაო. ჩემიო. არც აზერბაიჯანს შეეკითხა, არც ასომხეთს, არც საქართველოს. ჩემი გავლენის სფეროაო, კაცო. და იმანაც ეგრევე აწიეს ლაპები და ვსო, იმის მერე არაფერი აღარ ჩამოვარდნილა აქეთ. და ამიტომ როცა ვამბობ ბიჭო რომ ამ თავრობამ მშვიდობა შეინარჩუნა. რა შეინარჩუნა ხალხო? ვის საშუალებით შეინარჩუნა? ნუ გამაგიჟეთ ხალხო, ვაფშე ამ ემოციის ფონზე რამოდენიმე ადამიანმა დაგიწერათ კომენტარში და მინდა რომ გკითხოთ აი ესეთი საუბრების შემდეგ როცა ესე აკრიტიკებთო მომდევნო არჩევნებზე ისევ ოცნებას მიეცით ხმას გვეტყვითო ხალხსო. ეკლა უყურე ხალხი ტვინავს რომ მე მათ ვაკრიტიკებ, მე მათ არ ვაკრიტიკებ. არასდროს მე შეიძლება გავაკრიტიკო აი ბოჭორიშვილი, მაგრამ ის კრიტიკა რაც ქვია მე მაგათ არ ვაკრიტიკებ, მეუბნები თქვენ ნუ იტყუებით, კაცო. მე ხარცულობ რომ ესი არ არის, კაცო, როგორც ესენი იკერავენ. რას ქვია ვაკრიტიკებ, კი არ ვაკრიტიკებ, კაცო, და იმათაც სწორედ მინდა რომ გაიგო. ხო მაინც ისე ხდება მეთქი, აი სულ მაგას რო ვწერ, ბიჭო, ნუ წვალობთ, სად არის ირბინეთ? საუდის არაბეთში, უნგრეთში, სერბეთში, რა ვიცი, აზერბაიჯანში, ეხლა ამერიკაში, მე იქამდე ლონდონში, დედა გეტირათ, ბიჭო, ვაფშე არაფერი არ გამოგივიდა. ხო მაინც იცით რომ არაფერი არ გამოვა, კაცო. ბიჭო, დროს რატო კარგავთ? ეს ამიხსენეთ, კაცო. არ გამოვა ის დრო აღარ დაბრუნდება, რა ვერ გაიგეთ, კაცო, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა რა. რა ევროკავშირი, რა ევროპა, ბიჭო, გაქანებულ სამსმენაში გადავიდნენ სამხედრო წარმოები, ომსვის ემზადებიან, კაცო. ჩვენ კიდე რა გვჭირს, კაი ისინი ეფშტეინელები, ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ. რატო ვეთამაშებით ცეცხლს, კაცო? ბიჭო, იქნებ რამეს არასწორს ვამბობ, ბიჭო, რამე აი ესე არ არის, რეტო. ხარ 1.700.000, იქ რო დაწერა 3 მილიონი რაღაცაო 900-ო. ეთნიკურად ქართველი რამდენია, რატო არავინ კითხულობს, კაცო, მაგას? ან როგორ იბარწყა ამდენმა, კაცო? რავი, აბა დემოგრაფიულად დარხეული გვაქვს რო ყვიროდით? აბა როგორ? ხო ყველამ ვიცით რა ხდება. ხო რატო ვიტყუებთ მეთქი თავს? რატო ვიტყუებთ ეს ამიხსნას ვინმე? ეს ტყუილი რამეს გვაძლევთ ჩვენთაც რო ვიტყუებთ? ის რომ დღეს ფაქტორი არის უსაფრთხოების გარანტია რუსეთი, ამას ვინმე მეწინააღმდეგება, კაცო? შეიძლება ერთი ნორმალური ადამიანი გამოვიდეს და თქვას, არა კაცო, შენ იტყუები და ჩვენ გვიცავს ნატო? დამთავრდა ნატო. დამთავრდა, უკვე თვითონ ათქვეს, მე რომ ვამბობდი, კაი გიჟი ხარო. ახლა თვითონ ამობენ, დამთავრდა. всё. მორჩა. ბიჭო, რატო მე არ ვიცი რატო ვაკეთებთ ამას რა. აი რატო მივიყვანეთ ჩვენი თავი ესე, რომ უკვე ბიჭო დელეგაციები ამოიღეს სიიდან. რატომ რა არის ამის დედავატირი? ბიჭო, რატომ იყვავს აქამდე? ხო, რა ვიცი, რა გითხრათ, ეკლა არ მინდა მძიმე რაღაც ინფორმაციები მაქვს და არ მინდა ეს გავაჟღერო, კაცო. არ არის ეს კაი საქმე და ბიჭო, აი ისეც არ მოხდეს, რომ რა ვიცი, შეიძლება მაისიდან ბევრი მოთამაშე, ვინც რუსეთთან დალაგებს თემას, მაისიდან გაითიშოს საერთოდ. გავიდეს თამაშიდან რა. აზრის კარგავს და მიტომ. უეჭველს გეუბნებით ახლა რაც არ თქვი რა. თუ ვისა ტვინია კარგად მიხვდება კაცო. შეიძლება ერთი მეც ვიყო.
რო ვაფშე გავიდეთ რა აი მორი აი რასაც აქ ჩარტებს ვაკეთებ ტელევიზია რაღაცა შეიძლება პროსტო ავდგე და აქ უკვე აზრი აღარ აქვს და გავიწიე სათქმელი თქვი გაიწიე ახლა მიხედონ თავის თავს რა იმდენად არის იქ სიტუაცია დამზიმებული ესენი რისი მეძე არიან მე არ ვიცი რისი მეძე არიან რიტი რა აქვთ ხალხის სიყვარული აქვთ ხალხის ნდობა აქვთ ეკლესიის ნდობა აქვთ კი თავის მომხრეების ორი დანარჩენს არა აბა მეკითხები მაშინ აბა სადამდე მივართ აქ აი სადამდე მივართ ეს ქვეყანა სად ხონა გავჩერდეთ კაცო ვინმე შეჭვეპარება რომ ჩვენს რეგიონში დიდი ომი უნდა დაიწყოს კი მიდის ახლა რო ეძახით ომს ეს ომი არ არის შენ რაშვები კიდე გეუბნებით ეხლა ახლაც კიდე აი ყველა თემას მინდა თუ რამე გაძვირდა აქ ნავთობი ისა ესა მე როდის გითხარით კაცო მე სექტემბერშიც გითხარით ეხლა გეუბნებით ყველაფერი გაძვირდება კაცო და ეს თრათ ამათი ბრალი არ იქნება ამათი ბრალი იცი რა არის რომ ამისთვის არ მოამზადა ეს სახელმწიფო კაცო თორე რო გაძვირდება ეს ამათ მე არ მეპარება კაცო რატო ნამა ბევრლაპა ყველაფერი მარტო აქ დედამიწაზე გაძვირდება შენ რო ეს სახელმწიფო არ მოამზადე ამისთვის ბიჭო რა უნდა კიდე ერთხელ 3 მილიონი ადამიანის გამოყვებას რა არაფერი არ უნდა თეკლა ჩემი ძმა სადაც ცხოვრობს მოსკოვში 6 მილიონი ცხოვრობს იმ რაიონში ბიჭო ამისთვის რომ ქვეყანა არ მოამზადე და კიდე დარბიხარ რაღაცა ეუთოს თავმჯდომარე თუ რაღაცა ქვეყანა გავხდით მე კიდე იქახარ არა აი ყველაზე დიდი დანაშაული იქნება კატასტროფული დანაშაული და თუ რამე უბედურება მოხდება არ ვიყენებ უბრალო სიტყვებს თუ რამე უბედურება მოხდება ითიცულეთ ყველამ ხელი უნდა გავიშლოთ იქით ქართულ ოცნებისკენ იმიტომ რომ წლები ვაფრთხილებდი წლები ვყიროდი გადაცემებიდან ბიჭო მოამზადეთ ეს ქვეყანა მოამზადეთ ამ შავი ღრუბელისთვის რომ მოდის შეიკრიბეთ და შეთანხმდით უსაფრთხოების ქოლგაზე სულ მაგას ყვირვარ დაჟე იმ ხელაც გითხარით რომ ეს ჯარი გადაიყვანეთ სანამდროა თურქეთის საზღვართან დააყენეთ რუსული ჯარი ფულიც არ გამოართვათ არენდის დაჟე ოღონდ დადგნენ ახალციხისა და აჭარის საზღვართან დადგნენ და დაზღვეულია ქვეყანა უკვე მაგით როგორც არის სასონხეთი დაზღვეული 3 დივიზია დგას 3 დივიზია შერასვები რა ვიცი თეკლა უჩვენოდ რო გითხარი დიდი თამაშია დაწყებული ჩვენს რეგიონში საერთოდ სპარსეთის ყურე და მოვივესაზრებით რა ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს გარეშე არ დალაგდნენ პრინციპში აი უყურეთ თეკლა ერთი მომენტიც არის რა აი მე ვარ დაუშვათ რომელიღაცა ქვეყნის პრეზიდენტი და ამ რომელიღაცა ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე ჩადის ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ყაველა ჩავიდა მე ხო ვიცი კაცო აი იმ ქვეყნის პრეზიდენტმა ხო ვიცი რომ რომლებიც ჩამოდიან არც ერთი და არც მეორე რიშალკა როგორა ანუ არაფრის გადამწყვეტები არ არიან ანუ იმან ფეხი გამოუშვა რა ჩემთან ესე ვთქვათ ეხ ჟარგონი ენაზე იტყვიან ხოლმე რა ბიძინამ ფეხი გაუშვა რა მიდერთ დაილაპარაკა ერთი იმის პრეზიდენტს და იმის პრეზიდენტმაც რომ ძღოლი დაგახვედროს არ არის იმ პრეზიდენტის შეურაცხყოფა ეგა როცა იცის კაცთან რაც არ უნდა მოილაპარაკოს თუ ის არ გადაწყვიტავს აზრი არა აქვს ამასთან მოლაპარაკების დაწყებას არ არის თვითონ ქვეყნის შეურაცხყოფა როგორ არ არის? რა ხადროს ეგ არის კაცო?
Raga dros kurduli ესეთი მიდიეთი დალაგდი რა, მიდი იტალიის იმას შეხვდი რა, პრეზიდენტ ან ბელარუსის. ვინ შეხვდება, კაცო? ვინ შეხვდება? ყველას დიდი დაგახვედროს თავისი მძღოლის საყვარლის ძმა, კაცო, იქა, აეროპორტში. იმიტომ იცის ვინ ჩამოდის. ანუ გადამწყვეტი არ ჩადის, კაცო. ვინც წვიტავს ის იგზის, კაცო, იქ შუშის შენობაში და ის გამოაგზავნა რა ფეხი. არ არის შეურაცხყოფა ეს ერის სახელმწიფოებრიობის? კიდევ მინდა ერთი თემა მაქვს ამონიშნული, თქვენ საუბრობდით ახალგაზრდებზე, ვინც პოლიტიკაში გამოჩნდა და სხვადასხვა სიტუაციებში პოლიტიკურად გააფუჭეს. რა მექანიზმია და რატომ აფუჭებენ პოლიტიკურად ახალგაზრდებს თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება? ეკლა, უყური. პედსამსახურები, გარეში და ანუ ახალგაზრდა თაობა, ვინც არის პოლიტიკურად ეხა ანგაჟირებული, გამოჩნდნენ და ისე ჩააფუჭეს, რომ სამომავლოდ პერსპექტივაში ქვეყანას დაუკარგეს როგორც პოლიტიკოსები, ხო ეს ახალგაზრდები და იცით ვისაც გულისხმობ და მინდა თქვენს. კი, მაგრამ უყურე. ეს რა ქვია მიხეილ მაჭავარიანის ის ბავშვი რო არის? ვადო. ლადო? ვადო მაჭავარიანი. აცარი რა. მე მგონი თქვენ ტელევიზიაში თქვა თუ არა ვწდები, ეხლა სირიაში ჩავდივარო. იქაო უნდა შევხვდეო მაღალი თანამდებობის ხალხსო და იქადანო აფხაზეთის და ის უნდა გავაწვევინო. ამას ამბობს წლელი სერიოზულობით ტიპი. ახლა გეკითხები რა. ხო წარმოგიდგენია იმის პოლიტიკური ინტელექტის ადგადის. იმის საერთოდ მომზადება, როგორც განათლება, საერთოდ სად გადის. ჯერ წარმოიდგინე სირიის დღევანდელი მართველი. ჩადის ეს ლადო. ერთი შეძღვრა ტაჯიკია. აი ასადი რო იყო, კაროჩე, აი მანო, რა ქვია, ჩვენ ტერიტორია აღიარაო და იქნება გაიწვიო. ამ დროს ტიპი მესამე ბაზას თუ არა ვცდები, აღარ მახსოვს რომ რამოდენიმე ჰექტარი მიწა გამოუყო რუსებს, რომ საწვრთნელი ბაზა მესამე ბაზა გახსნათ რა. ამ დროს საქართველოდან ჩადის ლადო ეუნება ერთი ზმურადის ხოჭა ეხლა გასაგებია რომ ახარაძე წარმატებას გისურვებ ისაც კაი მამაც იმანაც კარგად წაიღადავა ხო ეხლა ესე იგივე წარმატებას გისურვებო ხოჭა წარმოგიდგენია სირია ეს ჯაბხატა ნუსრას გლავარი ვინები არიან ჩაბა აი ჯორჯიიდან ჩაი გურჯისტანიდან ჩამოვიდა გული და რა უნდაო რავი აი აფხაზეთში ისე ბიჭო რა ახალგაზრდობაზე მელაპარაკებით ეხლა რატომ მომივიდახეთ თავში აზრად ამას ტიპი ისეთი ევრად გითხარი ვიცოდი რასაც დაატრიალებით ესე იგი ისეთი ეპშტეინური ტონაციით ყვება რომ ხალხის გასაგონოთ აი სირიაში ჩავდივარო და რა ჩახვიდე შვილო იქა კაცო არ ჩახვიდე რავი თავი არ მოგაჭაშეო პატრონო და ეტია აქა კაცო წადი ბრუსელში ჩადი იქ საფრანგეთში ჩადი რაღაცა ქენი კაცო იქ სად მიდიხარ კაცო იქ ტრადიციული სამყაროა ცოტა არეულები არიან კაცო იქ თავებს საჭირია კაცო სად მიდიან ეხლა რატო გეუნები მაგას როცა გითხარი რომ თელი განათლება უყურე მაკითხავს როცა მიხდება ისევ იმ კუნძულზე დაბრუნება იმ ამერიკულ კუნძულზე იმ კუნძულზე ისეთი კრიტერიუმებით ირჩევდნენ ხალხს რომლებსაც სოფლიო განათლებაზე, სპორტზე, მედიცინაზე, სამხედრო თემაზე კონდათ გავლენები, კაცო. ხდები, ანუ
პრინცები, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მსოფლიო ჯანდაცვა, განათლების სისტემა, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ეს არაბი კაცო, ეს ხელზე რო კოცნიდან აქ ჩვენთან კაცო, თურმე გაქანებული იმ ხშირი სტუმარი ყოფილა იმ კუნძულზე, კაცო, ყვარებია პატარა ბავშვები. ხო, აი ყურე იქიდან წამოსულმა საზოგადოებამ შექმნეს ევროკავშირები, სტრასბურგები, ჟენევის კონვენციები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიო, რაღაცაო, ისო, გეებიო, მამაძაღლები, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, მსოფლიო გეუნები, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ გავხდით 34 წლის წინ გავხდით მაგ სამყაროს ერთგული წევრები. აი, მე აქ რო ბავშვები გაიზარდნენ, მათ მეხსიერება არის როგორი? ესე იგი, ამ ბავშვების ხმარება ჭამებას დაარქვეს ცივილური სამყარო, ეს ცივილიზაციაა, კაცო. და იმ სამყაროს, რომელიც იყო ტრადიციული ოჯახის ტრადიციებზე გაზრდილი, ქრისტიანული, რელიგიური, ხო? იმათ ეძახოდნენ ფუნდამენტალისტები, ექსტრემისტები, ტერორისტები, დიქტატორები, ტირანიები, ავტოკრატები, იმის კრატები, ამის კრატები, რაღაცა სიტყვები მოიგონეს, კაცო. ამიტომ ამ ეს რო წამოვიდა, ეს ბავშვები ხო წამოვიდნენ 90-იანებში, ხო დათხოვდნენ, ხო ცოლები მოიყვანეს, რავი მიახტნენ ცოლები, დაჩეკეს ბავშვები, კაცო. ეს რო ამ ბავშვებიც მთელი მათი არსი რა იყო, რომ იქნებ ამ ეპშტეინურ განათლებაში ჩემი შვილი როგორმე შევტენო, სახლებს ყიდდნენ, აგირავებდნენ, რავით რევს არაკეთებდნენ, იპარავდნენ. მოკლედ, ოღონდ შვილი როგორმე ამ განათლებაში ჩაეცვლათ, კაცო, ამ ეპშტეინურ განათლებაში. დავივიწყეთ ჩვენი განათლება, მეცნიერები, რა ვიცი, აკადემიკოსი, სულ დავივიწყეთ ეგენი. აქედან გამომდინარე, ეხლა ესენი რო დაბრუნდნენ საქართველოში უკან, ამათმა ნახეს, რომ ბიჭო, პატარა ერია და როგორ გაქანების სივრცე, ანუ თუ კი რაღაცას იზამს, ეს არ არის დიდი ქვეყანა რომ დაიკარგოს. თუ რაღაცას იტყვის, რაღაცას გააკეთებს, ჩანს. ხვდები? ამიტომ ეს ახალგაზრდები შემოვიდნენ პოლიტიკაში. აი ამ ეპშტეინური ოვიმით. ახლა გეკითხები. აი ახლა რო გვისმეს 377 ადამიანი. აი ახლა ვეკითხები. ნახე? ყველას ნახე ყურში აგაგათა ჩანს. ჩვენ არც ამერიკა გვინდა და არც რუსეთი. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ. ყურში როგორ ხდება ყურში? გენიალურია. მაგრამ მაშინ უნდა იცოდეს სათხარ რომელ ქვეყანაზე გქსაუბრე. ამას შენ როგორც საქართველოს სანამ მეორედ მოსვლა არ იქნება შენ მაგას ვერასდროს ვერ მიაღწევ. ჯერ ესეთი გეოგრაფია არ გაგცევთ მაგის საშუალებას. მეორე ჩვენს მოცემულობაში ამას ყოველ წუთს ვიმეორებ საერთოდ საშუალება მომეცემა რა. ჩვენს მოცემულობაში ამ პატარა ქვეყანაში დგას ორი უცხო ქვეყნის ჯარი. შენს ტერიტორიაზე დგას. ასევე მეზობლებთან გაქვს ტერიტორიული პრეტენზიები. ანუ ნეიტრალიტეტი როგორც ეგეთი შენ თავში უკვე აღარ უნდა არსებობდეს. ხვდები? ანუ ეგ თემა დამთავრდა, შენ პროსტო ვერ გააკეთებ მაგას. დაჟე შენ რომ შენი ნებართვითაც რო იდგნენ ჯარი აქ, აი შენს თხოვო, დაუშვათ ღმერთმა დაგვიფაროს და თურქეთს თხოვო, რომ გეხვეწებით თქვენი ჯარი ჩააყენეთ, ხელშეკრულება დავდეთ, რა ვიცი, დაგავარილის, ის შემოიყვანეთ ჯარი. შენი ნებითაც რომ იდგეს შენ ტერიტორიაზე, შენ ნეიტრალიტეტი პროსტო ვერ გამოაცხადებ, კაცო. ესენი ეს ახალგაზრდა ბიჭი
ეს ახლა ხო რაღაცით უნდა შემოვიდეს ეს კაც მე ვატოზე მაქვს ლაპარაკი ვიცნობ მაგბით მე არაფერ ჩუ წარმოვამობ კაცო ვიცნობ ერთი წელი კი არ ვიცნობ კაცო აი დიდი ხანია ვიცნობ ამბიც რომ ეს ფუნქცია მიეცი ხელისუფლება თავიდანვე მკვდარი აზრი მიეცი აი ისეთი მაგას უფრო ნატოში შევა საქართველოს ვიდრე ნეიტრალიტეტი გახდება აი ნატო ხო აღარ არის შეიძლება რაღაცა ნატო 200 წლის მერე შეიქმნას რაღაცა და იქ მერე იქ უფრო რეალურია ვიდრე ნეიტრალიტეტი იმიტომ რომ ფიტო გეოგრაფია არ გაძლევს მაგის საშუალებას მეთქი რა ვერ გაიგეთ კაცო მე განათლების პრობლემასთან მივედით ხო იმიტომ რომ ეხლა რომ ვატოს ქონოდა ტრადიციული განათლება რა ესე ვთქვა ჩვენი პროფესორების აკადემიკოსების და ეგ რომ არ ყოფილიყო მიდრეკილი ჩვენი გზა ევროკავშირშია ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით ნატოში წლების უკან რო ყვიროდა მისი შინაგანი კონსტიტუციური აღზრდა არის ეგეთი კაცო აი ორი პერსონა ყავს ხო ორი როგორ გითხრათ აი რომელი ავიღოთ ახლა გადავეკიდავ ზურა მახარაძის სიტყვია გაუჩმახაო საქმეო რა აი ორი პერსონა ავიღოთ რა ორივე ერთ პერიოდში არიან წამოსულები ხო და რამდენად უყურე ზურა მახარაძე არ ყოფილა ვატოს დაგეგმილ აქციაზე ვატოს ბევრჯერ დაუგეგმია შეხვედრები რაღაცეები მაგრამ ტრადიციული სამყაროს წარმომადგენლები რა დროს ვერ მივლენ იქა კაცო აი ესენი ყოველთვის მივლენ და ყოველთვის ეცდებიან როგორმე შეიზილონ ის რაც ქართულ ტრადიციულია ხდები ანუ მათი მენტალური წარმოდგენა ქვეყანაზე ბიჭო ცუდ ეხა ცუდს არ ვამოფეთ კიდე ერთხელ გეუბნებით ეს არის ჩემი თაობის აი არ ვიცი რა დასახრეტები ვართ რა როცა შეიძლება მაგრამ ეხლა ხომ შეიძლება და ამ ბიჭის სწორედ გამოყენება კაცო ამ მკვდარ ფორმულით რო არ შემოგეგდო და ეს სიგიჟები რო არ აკეთებინეს კაცო ხაინდრავამ და ამათმა რატო ყოფილიყო ბიჭო ქართულ ტრადიციულში თო ხო მაგრამ არც მაგათ არ ეგონათ კაცო არც მაგათ არ ეგონათ რომ მაგათი ეპშტეინიზმი დამთავრდა კაცო ეგენიც იმ ილუზიებში იყვნენ გაზლები უბრალოდ ის ძველი ქართულ ტრადიციული მოსწონთ იმათზე მეტად ვიდრე მაგათ ეპშტეინელებს იმათაც მოსწონთ მაგრამ ამათ უფრო ძალიან მოსწონთ ხდები ამიტომ შეიძლება და ეგეთი ახალგაზრდების აი ამაში ცუდი კი ბიჭო არ მინდა ცუდად გამიგოთ უფრო კაი რესურსი შეგვიძლია არ დაგვეზიანებინა ეგ მასალა რა კაი რესურსი შეიძლება და გამომდგარიყო ეხლა დაზიანებულია ეხლა ეგ დაზიანებულია თეკლა всё მაგისგან აი იმდენად უნდა შეიცვალოს სიტუაცია თაობათა ცვლა რომ აი მაგ კატეგორიის ხალხმა ხო ბიჭო რატო ეხლა ხალხი ბრუტები არ გაუკეთებია ხალხი არ უცემ რაღაცა არა უბრალოდ იმდენი მიუღებელის კამანდაში იყო მიუღებელ ქართულ საზოგადოებასთან რომელიც ქართული საზოგადოება სიძულვილშია იმათთან რა თუმცა შეიძლება და ესე არ გაკეთებულიყო კაცო ისე რომ შენიანი ყოფილიყო სიტუაციური მოკავშირე კაცო ადგილზე აყვირებენ ჯერ მარტო ის გავრილოვის ღამეს ხო გახსოვს რა გამოვიდა რა არის ეს ვინ უფრო ძალიან გააკრიტიკა ოცნება მე თუ მაგან რატო იცი უყურე მაგრამ უყურე ოცნებაც როგორ არის მაგაში ნახა პოტენციალი ოპოზიციური ფლანგის შექმნის ახალგაზრდა სტატუსის მიკერების და ვითომ აი პარლამენტში ცოტა მაყუთ წავახმარე ცოტა იქიდან ცოტა პარტიული სტრუქტურები დავეხმარები და ნეტ პარლამენტში გავტენი რა
შევტენი. Всё. აღარ გამოუეგა. დრომ მოუწია ცუდმა. დროში ვერ ეტევიან. ეს რო იყოს 1-5 წლით ადრე, მაგას გააკეთებდნენ თავისუფლად გაიყვანდნენ. ეხლა ვეღარ გაიყვანენ. დრო მოვიდა ძალიან ცუდი უკვე რომ თვითონ ვინც მაგი უნდა გაიყვანოს, თვითონ თუ მოხვდება იმ პარლამენტში აი ეგ არის საკითხავი. ხვალ რა იქნება ამ ქვეყანაში არავინ არ იცის მეთქით ეკლა. არავინ. თუმცა შეიძლებოდა არის პოტენციალი იყო ამ ახალგაზრდების კაი ბირთვი გაეკეთებინა. ის კი არა ახალი კოჰაბიტაცია დაგეწყო. დებატებით და იმებით ჩაჯდომით. გაიგე რა მაგრამ ემათმა იფიქრეს რომ არა ეს ორი დებატი რო ნახა აპაპაპაპაპაპა ისე მაიტა კაცო ეს გირჩები ჩახდილები მაიყვანე კაცო ამათ ფონზე ცოტა ნორმალურად მაინც გამოვიყურებითო კაცო და აი მოიყვანეს და აჯინეს და დამარხეს ეგ იდეაც რა დამარხეს ეგ დებატების იდეაც არადა თეკლა კობახიძე მისო თქვა რომ უნდა გადავხედოვო სტამბულის იმასო ხალხში როგორ აიწია იცი მაგის ტიმმა რეიტინგმა პირდაპირ გეუბნები რა აი რატო იცი უკვე ესე იგი რაღაც ესეთი როგორ რანახეს იცი რომ არ ეშინია რა მაგის თქმის აი არის ხალხში რომ ეს ანუ დადებითში გადავიდა მაგის კალათაში პლუსი ჩავარდა კაცო რა თქმა უნდა ჩვენს წავეხმართ თუ სიმართლე გაინტერესებს რა აქედან მაგრამ რა გინდა გავიდა ერთი თვე რა ვერ მოაწერა სტამბოლიდან გამოთრების კაკალს ხელი რა ვერ მოაწერა რა უშლის ხელს რომ მოაწეროს ეს ახალგაზრდები თეკლა კიდე ერთხელ ვამბობ ბიჭო მომკალი და ვეღარ ვხედავ რა ვიცი რა გითხრათ ეგლა რა აბა მითხარი კონსერვატორები არიან და იქითა სამყაროს ზულს ორივე სამყაროს ეპშტეინურს ერთ ეპშტეინურს და სახელმწიფო ეპშტეინურს ეპშტეინელები ერთმანეთში კიდე რა ვიცი დარეულები არიან ეკლესიაც სამათაა გაყოფილი ისევ იმას ვიმეორებ და რა მერე რა აბა აი პერსპექტივა მითხარით რა აი მითხარით აბა რა პერსპექტივა არაფერს მე კიდე პესიმიზმი და რაღაცაზე კი არ გეუბნებით კაცო მე ვამბობ ესეთ რამეს კიდე გეუბნებით სანამ კიდე აი ხრამში არ გადავარდით შეიკრიბეთ და უსაფრთხოების ქოლგაზე იფიქრეთ ძალიან გვიან იქნება მე გეუბნებით აი გეუბნებით და აჰა თუ ვინმე მიც გეუბნებით ახლა თამამად გეუბნებით ხელისუფლებამ საერთოდ არ იცის რა ხდება ჩვენს რეგიონში ბიბლიაზე დავადებ ხელს და ვიტყვი საერთოდ გარტყმაში არიციან რა პროცესებია დაწყებული ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით დაიწყო კავკასიაში არავინ საქმის კურსი არ აყენებს და მიტომ აი ხლა იმიტომ თქვი რომ ესმა გაეგოთ იქა რა უბრალოდ საქმის კურსი აღარ აყენებენ და მიტომ რა ვიცი აი ესია არავის საქმის კურსი აღარავინ აი ეს ბიძინა კაცო რაღა დროს ბიძინა შეხედეთ კაცო რა ამბავია ვოტაკ კიდე რა გვაქვს იქა არავის არ გრუზავ კაცო მაშინ უღა მეძახით მეთქი იმიტომ ეხლა რატო იცი აი ეს გვაშინებს და გრუზავ აი რა გრუზავ თუ არ და გადადეთ იმაძე და ქარხნები გუგუნებს არის სიამური და გრძილებში კოცნა კაცო ნამდვილად ეგრეა თუ ვინმე აწყობილი ქვეყნის ნახვა თუ გინდათ იმედზე გადართეთ და ამ ფუნქცია აქვს ასკროლეთ და ეგრა ბოჭორიშვილმა ვეღარ დამალა ეუთოს ხსრომაზე განაცხადა ეხლა რაც მე ვთქვი უკიდურესად მძიმე გამოწვევის წინაშე დავდეკითო
ვისი ქმედებების შედეგია თქო ხალბატონო ბოჭორიშვილი? ამის მერე გამოდის გია ვოლსკი და ამბობს რომ პატარა ქვეყანა ვართ და უსაფრთხოების მწირე რესურსები გვაქვს, რაც მე და შენ ვილაპარაკეთ. მე აღარ ვამბობ მაგას, უკვე თვითონ ამბობე. აი რა გამოწვევების წინაშე დგანა თუ თავი აქვს გამოვიდეთ და თქვან კაცო, შემგან უელოდებით, მე არ ვიტყვი, მე ვიცი. ამას ქვია ჯოჯოხეთი. გამოვიდნენ და უთხრან ხალხს რა გამოწვევის წინაშე დგას ეს ქვეყანა. რა სიგნალები მოდის არაერთი ქვეყნიდან ჩვენთან. რატო არ ამობენ? რატო ვისულმალავენ? ხო მაინც უნდა თქვენ ადრე თუ გვიან. ხო მაინც იტყვიან, კაცო საწახვალ ბრმას ცოლი დაუმალესო ისაო. ხო არ ჯობია მოამზადოთ ხალხი რაღაცაზე. იქიდან ეუთოდა რომ მეყვი ხარ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგება დანო ნაფიგ. მე გამოდი თქვი რაო რა გითხრეს კაცო რა შემოგითვალეს რაო ალიემა რო ჩამოვიდა რა გითხრა კაცო რავი აი ესეა ჩემ გისმენთ ეგ რაღაც კითხვა გინდოდა კიდე არა კითხვა მინდოდა მაგრამ ეს თემა უკვე შეიცვალა გინდა არ გინდა გადავედით სხვაგან ნახეთ როგორი რაღაც არის ბატონო პატა ერთი ახლა კომენტარებიდან მინდა რადგან უკვე უამრავჯერ დაიწერა და მე ვიცი სად გადაიყვანთ ამ თემას ამ შეკითხვას თქვენ და პირდაპირ ინფო ამ ჯერ კითხვასაც ვიტყვი 2028-ში ვისაძრავთ ბატონო პატა ხმასო და ეხლა მინდა მე ესე გკითხოთ მაგას არ გეკითხებით გეკითხებით სხვანაირად მიაღწევს კი ეს ქვეყანა 2028 წლის არჩევნებამდე ამას უკვე წელიწად ნახევარზე მეტია მეც ვიძახით თქვენც ვიძახით მაგრამ აქაც მინდა და 377 ადამიანი ვიყურებს შეგნიდან გარედან არის ჯამში 8800 და მოდი აქაც გითხარით რა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ აი ამ მოცემულობით უყურეთ ეკლა მე რო აი სულ ხალხს მაინც რავი მე მგონი უფრო მძიმე რაღაცა ვთქვი მაგრამ კაი რაღაც მაინც ამაზია ჩახვეული ბიჭო უყურე პარტიაში ნუ ლიბერალურმა ფლანგმა აიღო ვერხი მაგრამ იმ პარტიაში გეუბნებით რომ არის კაცო ტრადიციული ხალხიც არის კაი ბიჭებიც არიან და კაი ქალბატონებიც არიან და კაი მეოჯახეები და კაი მრევლიც არის კაცო ესე გაჭირვებაში მიტოვება არ მჩვევია კაცო ეხლა მათ უჭირ ეხლა ეგენი კრიზისში არიან აზრობრივ კრიზისში არიან კაცო გაჭირვებაში მიტოვება მე არ მჩვევია მე ვიცი რომ ბიჭო იქაც მოხდება ალბათ ჩემი სურვილია რა ვიცი ალბათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ რეორგანიზაცია უნდა მოხდეს გარდა იმიტომ რომ ხო ახლა ფაქტია ხო რომ დამთავრდება ეს სიგიჟეები ეს რა ქვია მაგათი ეს ლიბერალისტული რაღაცა ხო აბა ისევ იმას სხვა ლენინ მარქსიზმს სხვა დაიწყებენ ხვირებს ხო ამიტომ იქაც გადალაგდება არ მჩვევია ბიჭო რა ვიცი ესეთი რაღაცა რომ აი მე გავარდეთ აი რუსთაველზე რომ გარბიან ხოლმე მე კაცო არაგაც სანამ ცოცხალივა თვითონ გამომაგდო რატო არ მაგდებენ კაცო თვითონ თქვენ რომ შო დავაი დაახვიე გაგვიტრაკე საქმე კაცო 14 წელია გითმინე და ამოხვედი კითეში აბულაძე დავაი ხა დაახვიე აქედან შო აგერ მაყურებლებით დაისვენებს და მე დავისვენებ ჩემით არც წამსვლელი არა ვარ კაცო ბიჭო არჩი აი რავი როგორ გითხრა არიან და იმიტომ რომ რავი იქ არიან კაი ხალხი ურთიერთობაც ამაკ და ხმას მივცემ გააჩნია ვინ იქნება კანდიდატები და რა პერსპექტივას დავინახავ რავი ეხლა როგორ გითხრა შეიძლება ხვალ ისეთ რამე გააკეთო რომ ხვალ გამოვარდე მაქენა და თქვა რომ წადი თქვენი და რაღაცა არ ვიცი ამიტომ ეგ არ არის დღეს ამ ქვეყნის პრობლემა საერთოდ არ არის ამ ქვეყნის პრობლემა ეგა რა ვიცი მერობის კანდიდატზე კახას მივეცი ხმა მაგრამ სხვა იმაში სხვა ქართულ ოცნება არ შემომიხაზია და აგინათ ახლა ყველაფერი ხო არ უნდა ვიტყვა გამიტრაკეთ საქმე კაცო
მოკლედ ეგრეა რა თეკლა რა. ეგრე. ანუ ჩვენ თვითონ რაღაცა უნდა ვქნათ თეკლა. ხალხმა რა ვიცი, რაღაცა არ მომწონს, ძალიან აღარ მომწონს რა, არ ვიცი. ესეთი არ ყოფილა არასდროს რა. მეც ხო ეხლა ურთიერთობა ხომ აქვს, ეხლა გინდა არ გინდა იქ დიდი მობილიზაცია დაიწყება ეხლა იქ სამხედრო თემის რა და მაგ ურთიერთობა ბიჭო გაგონება აღარ უნდათ რა. აი გაგონება აღარ უნდათ რა ვიცი რა გითხრა რა. რა გააფუჭეს ამისთან არ ვიცი. მაგრამ აი ხო ახლა ფაქტია რა. აგე პრინციპში მე რაც მეკითხებით, აგე დიტო ლორდკიპანიძე გამოვიდა და სიაში ვიყავიო ის რაღაცა კონფერენციის რაღაცა უნდა ყოფილიყო და всё, იქიდან პიტერი მიწერეს კაცო. როგორც მტრული ქვეყნის დელეგაციაო და ამოიღეს საწყალი. ხო, აი ნახე რა. ტყუილა ხო არ გააკეთებენ. ესე იგი რაღაცა ხდება ის რაც ჩვენ არ ვიცით, ხო? ვის უმალავე? მარტო იმის თქმა საკმარისი ბატონო ბოჭორიშვილი, ქალბატონო ბოჭორიშვილო რომ დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით და რა არის ეს დიდი გუშინ არ ვიყავით წინა გამოწვევების ისა? შარშან არ ვიყავით, აბა წელს რამ გაიძულა ეგ სიტყვა გეთქვა კაცო. დავდექით. რა თქვია დადექით? რატო დადექით? რატო მიიყვანი აქამდე საქმე კაცო? ხო გაუნებოდით აქამდე არ გაბედოთ გადაგდება ბიჭო ხო გაუნებოდით კაცო წელიწადიდან 8 თვე გეხვეწებოდით არ გადააგდოთ თქვენ შობელძაღლებო ვის აგდებ ბიჭო ორი ბირთვულ ქვეყანას ჩინეთი და რუსეთი გადააგდეთ არა აბა რავი ახლა როგორ წარმოგიდგენთ აი რა თვალით უნდა შემოქმედო ან როგორ უნდა დაგიჯდეს შემოსალაპარაკებლად ვის უნდა დაუჯდნენ ერთი მითხარი ერთი ადამიანი მითხარით ვის უნდა დაუჯდნენ მოსალაპარაკებლად აი წარმოსახვით აი ვინ აბა მითხარით აბა აი წარმოდგენით რომ თქვა რომ აი ეს შეეფერება ლავროვთან დაჯდეს შეგიძლიათ ეგეთი ერთი კაცი მაინც მითხრათ ხელისუფლებაში არ გეუბნები პრეზიდენტზე რუსეთის ლავროვს რო დაუდგეს ერთი კაცი შეგიძლიათ მითხრათ რომ ბიჭო რა აი რა სერჩი აი ეს წავა იმ მგელთან ბიჭო არ ხარ ტიპი ვინ არის რებს აკეთებს და აი ახლა რავი მე მგონი სულ არ ჩავიდნენ ჯობია არა სიცხული იქნება კიდე რავი მე რა იცეთი არ გააფუჭონ თვათ არ დაგუპონ გაჩედი იქნებ რუკაზე აღარ დავჭეთ საერთოდ ვახ ბიჭო რა ესე იგი მე რო გამოდივარ კალაძე ლიბერასტი LGBT ახლა ვითომ რა მე უნდათ რომ აწყიდო და გაიგალებთ გვასალიას თემაზე დამთელია არა მე იმის მტკიცებას დამჭირდა კომენტარებში აღარ გავამახვილე ყურადღება რამდენად მართლა ოცნების ხართ მე ოცლებია ოცნებაში ვარო და არ მინახავს ეს კაცი არსას და მთელი ამბები იქ იყო აფხაზეთის ომის თემაზე ნაბრძოლი თუ არისო თქვენზე ძალიან ბევრი შეკითხვები იყო ნაბრძოლიო და ოცნებაში ვარო ამბობს ხო ოცნებაში ვარ და ეს კაცი არსად ვიდახიო ძალიან ბევრი კომენტარები იყო იქ წარმოგიდგენია რა დონეზე დგას ოცნებაში სულ არ მიცნობდეს ტიპი აი სულ არ მიცნობდეს გაგონილი მაინც ექნებოდა אז ახლა რა დონეზე არ არის ოცნების ტიპი რომ მე არ ო ნუ რა კაი როგორც არის მაგას არ მივაქციოთ ყურადღება ყოველთვის ესე დროს გაატარო და ნო არაფერი პრინციპში ეხლა არის სოფლიოში როგორი რაღაცა იცი პაუზა არაფერი კი არ ხდება პაუზა პაუზა აი მაგრამ ეს პაუზი მე ხო გითხარით იქნება პაუზები მაგრამ პარალელურად იქნება ბომბების ჩაყრები რაღაცები აი გუშინ წინ კუვეითს კიდე ის მოხდა დრონი მოხდა ირანშიც რაღაცა ჩამოაგდეს ლიბანში პროცესი არ გაჩერდება ეგა პროცესი პროსტო არ გაჩერდება ეს ვიდა ქართულმა ხალხმა აი კარგად გაიგოს იმის განწყობით მოიქნებით რომ აი ახლა მოილაპარაკებენ და დალაგდებიან აღარ დალაგდებიან თაობათაცვლას დაელოდებიან
იქამდე ესენი ვეღარ დალაგდებიან. ორივე მხარემ გადალახა წითელი ხაზი უკვე, ხო? ესენი ვეღარ ლაგდებიან. ლაგდება იმ შემთხვევაში თუ ერთი მხარე იგებს, კაცო. ანუ კანთარიამ დროშა დააჭო, რეიხსტაგზე ესე იგი მოიგო. ესე აღარც იქნება, იმიტომ მაშინ ბირთვული ომი იქნება. ამიტომ თუ თაობათა ცვლა არ მოხდა, ესენი აქ ვეღარავის ვეღარ დალაგდებიან, კაცო. ჩვენ როცა ადამიანი მოწყობილი ხარ იმით, რომ ბიჭო, მოდი რა. ესაც კარგია, ეს პარიჟი, ეიფელის კოშკი, ბიგ ბენის საათი, მაგრამ მე მგონი ბიძია პატარა ცუდათმიდი საქმე იქაც. მაინდა ოჯახში რა მივხედოთ ჩვენ საქმეს. პატარა ცოტა მივხედოთ ამ ქვეყანას, თორე გვერდზე დაგვრჩება მე ყველაფერი. ესეა ჩემოთეკლა. ამიტომ მე უკვე იმედი იმგითხრა თუ იმედი მაქვს რაღაცა აღარა მაქვს. ეს ისეთი ხოდი გაკეთდა ეს დელეგაციის რო მე არ მეგონა თუ ამ დონეზე ნუ მაგრამ ხდება. იმდენი სისულელე გაკეთდა ჩვენი ბატონობა და დიპლომატიურ მხარეს გულისხმობ ჩვენ მხარეს ახლა მე და თქვენ არ ყოფილვართ იქ გარეულები ხო? ჩვენ დიპლომატების და ვაი დიპლომატების მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდის განმავლობაში ამას რატომ არ ელოდით? მე ის მიკვირს უფრო ადრე რატო არ მოხდა ეს? მაგრამ ესეთი აგრესიულობა მაინც არ იყო, არ მელოდებოდი რუსებისგან ესეთი ესე ხო რა ვიცი. მაგრამ ისე მოდი ერთი კიდე იმ გორელებს შევეხმიანო რა. ბიჭო, მაინდა რა, მოკიდეთ რა იმ ძეგლს და დადგით თავის ადგილზე, კაცო. რა არის, ამწეკრანი ვერ გიშოვიეთ თუ ისა, რა ქვია, დიზელი ვერ ჩაგისხიათ, კაცო, 5 მეტრი არა, მე თუ 1 კილომეტრი. აი ეგ დადით თავის ადგილზე. მუშაობდა მაგ თემებზე აქტიურად, ვინც იყო ჩართული კონსერვატორების მხრიდან, მათთანაც ვისაუბრე ამის წინ და ხატიაც იყო ამ ამბავში გაჩარეული და ხატიაც კი არა ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და თავადვე მითხრა რომ ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ კერძო საკუთრების მიწაზე არისო და ეგრევე პატრულს გამოგიძახებენ და სამართლებრივი ამბები წავა, იმიტომ რომ არ არის რაღაცა ნაგავსაყრელზე ან რაღაცა ქალაქის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრების მიწაზე არის. ეგრა ხალხს თუ უნდა შეეშთამგი თუ გორელმა ხალხმა მოინდომა დამიჯერეთ 24 საათში დადგება ის იქ 24 საათიც არ ჭირდება დაჟე რა სიტყვია ხალხს რა სიზამენ თეკლა რა პოლიციას გამოიყვანო კი მაგათ უბედურება დაემატება სერხო კიდე ერთი დიდი უბედურება რა პრობლემაა რა თვეთი საქმე ხა გორელებს ხა არ მიწა იქაც ახლა რასაუბ ხო ინდუსტრია გუგუგუნებს რა კაი რა ესე ჯოკრისა და საკის თამაშმეტი აფერა ხდება და მაინც ეს შეიძლება დადგით კაცო ის პაპა და სტალინი დადგით კაცო იქა მაგას აქ ცოტა დიდი რამის დატვირთვა აქვს ისე რო იცოდე რა მაგის ზაკეთებას რაც მთავრობამ აიღო ხალხმა დააბრუნა ხალხის მოთხოვნით კი არ დააბრუნა ხალხმა დააბრუნა და თუ ხელისუფლება ხელს შეუშლის ნუ შეუშალოს ეგაც განცხადებაა რა მაგათი ტრადიციული კონსერვატიული ფლანგზე გადმოსვლის ოცნების რა აგერ გამოჩნდება უცბად არაფერი მაგას არ უნდა დიდი ამბავი მაგას არ უნდა კერძო საკუთრებაშია იქ წითელი ხაზია გავლებული დენის პროულკები გადის თეკლა შეეშვით რა ეროვნულ საქმეს არ ჭირდება არც შენი კერძო საკუთრება მოკიდე ხელი დადგი ვსა დაჯარიმებენ რავი შეუგროვებთ იმპულს როგორმე საზოგადოება იმ საწყალს და მე გადაუხდით იმ ჯარიმას ეგ არის პრობლემა მაგრამ რამხელა დატვირთვა ექნება გესმით ჩვენს რეგიონში მაგას ძალიან დიდი ხმი არ მინდა კიდევ თქვა იქ რუსეთშიც კაი დიდი დატვირთვა იქნებოდა ძალიან დიდი და ესენგეს ქვეყნებში აღარაფერს ვამბობ ჩინელებზე კიდე რა ჩემი კარგად იცით ახლა იქ როგორც არის ო
Вот такой пироги, Текла. Вот такой. პრინციპში არაფერი არ ხდებოდა. ამოვწურეთ დღევანდელი დღე. არაფერი ისეთი არ ხდებოდა და მეთქო. არაფერი ისეთი არ ხდებოდა. გარდა ამისა, ახლა პრინციპში ჩვენ შევეხეთ შიდა სიგიჟები რაც აკეთეს, მაგრამ ამაზე უბრალოდ უკეთებიათ. და მე მინდა ეხლა ეს რა შემსახურება უყურე ჩვენი ისა. პირველი რომ საზოგადოებამ იცოდეს ერთი რამე ზუსტად რა სიტუაციაა. ხო გიმტკიცებდნენ კაცო რუსებთან დიალოგი მიდის. კიდე ერთხელ არაფერი დიალოგი არ მიდის. საერთოდ ნოლ. ნეტა მიდიოდეს ხალხო რას ლაპარაკობ. ამიტომ არაფერი მსგავსი არ ხდება. პირიქით აგე რაც მოხდა კი მოგითხარით და არაფერი სხვა თქლა. დაველოდით თვითონ კაცობრიობაში წავიდა ცოტა პაუზა, რატო იცი? გაახურეს ომი, მე წავიდა პაუზა. ემზადებიან, ეხლა მეოთხე ავიანოსი მიყარეს იქა, სპარსეთის ყურეში. იქ ამბები დაიწყება. მოკლედ როგორც არის რა. არავინ ერთი იცოდეს ხალხმა, ამ ხელისუფლებამ საერთოდ არ იცის. საერთოდ გარტყმაში არ არის, აქ რა თამაში დაიწყო. განა იმიტომ რომ სულელები არიან არავინ არ აყენებს ამათ საქმის კურსში და მიტომ მორჩა და კარტ ოტაკ კიდე რა გვაქვს თუ არა გვაქვს დავით გავემშვიდობთ თეკლა არაფერი ხო იცი ჩვენი სტილი არ არის ხელოვნურად გაწელვა იური არ იყო კვირაც რა არა როგორ არა მაინც დინამიურიც იყო ლაივი ყურებადის თქვენი ემოცია მაინც ყოველთვის ყურებადია მაგას უკვირდები ხოლმე და მადლობა სტუმრობისთვის შედობიან საღამოს გისურვებთ. რა უყო? რას? აი Facebook-ს. აი თავიდან და გააკეთოთ სხვა გზა არ არის. სამო, რა, ბიჭო, არაფერი არ ყო. პროსტო ჩავთი და აი ეს აი ატვირთეთ თქვენი პირადი დამადასტურებელი მოწმობა. ბიჭო, რავი ვტვირთავ? მე მეუბნება რაღაცა სიგიჟეს, კაცო. რა გავაკეთო რა არის? რა უნდა ვქნათ ბატონო პატა, უნდა დაუყენოთ თქვენს Facebook-ს, რომელსაც გააკეთებთ, შეტყობინების ფუნქცია და ტელეფონზე ვინმე სხვა პლატფორმ, სხვა კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან, სხვა სისტემიდან მოინდომებს შესვლას, მოგივათ შეტყობინება, რომ ცდილობენ თქვენი Facebook-ის გატეხვას. თუ კოდს არ შეიყვანთ, ვერც თქვენ და ვერც სხვა ვერ შევა თქვენთან. მე მაგით მაგ გადაზღვეული და ეხა უფრო მაგარს ვიტყვი, ეს ბავშვი თავიდანვე რუსეთი მოყოფილაო იტყვიან. წლების წინ 12-13 წლის წინ გავაკეთე ეს Facebook-ი, ხო, ცოტა მეტიც. და რუსული ის მაგ იმეილები მაქვს მითითებული და გაკეთებული, რომ გადაზღვეული ყოფილიყო, ნაკლებად დაბლოკილიყო. ქართული Gmail და რაღაცეები და ამერიკული არ გამოვიყენებია. მე შეგამაქვს რუსული. მაგრამ ნომერზე არ გაქვს დაზღვევა დაყენებული. მე ყველა დაზღვევა დაყენებული მაქვს. ანუ ნახეთ თქვენი ტელეფონის ნომერზე უნდა დააყენოთ ისე რომ ვინმე როდესაც მოინდომებს თქვენს Facebook-ს შესვლას ჯერ მოგივათ შეტყობინება და კოდი გაფრთხილება თუ თქვენ არ ხართ ეს კოდი არ მისცეთ არავისო მოგივათ შეტყობინება ყველა ჯერზე ინდივიდუალური კოდი მოდის და ამიტომ ნაკლები შანსია რომ გაგიტეხო. ეგლა მაგდენი ხა შენ გონია გავიგე ხარ ამით ხარი? აი მე დავრეკავ და ცალკე აქის. მოგეშველებით არა უშავს. აი ეს არის რა. WhatsApp-ში და შევატრიალო რა კამერა. ხო რა პრობლემაა და მოგეშველებით. გავაკეთებს მაგას. რა ესენი ელოდებიან დავაგროვებ მეგობრებს და უცბად გამბლოკდა რა. ლადნა რომ გააკეთებთ ამ ლაივს, როდესაც ავტვირთავ ლინკს კომენტარებში თქვენი გვერდისაც მიუთითებთ და თქვენი მაყურებელი ვინც ამ ეგრევე დაგემატებოთ ყველა. კარგად იყავით, ყველაფერი კარგად. ოპა. და გავიჭედეთ. მოკლედ, ხალხო, ჩვენ მაინც ცოტა იმათ ნუღადავებს გავსებით რა, მე არ უჩლიკავ ენას, გეუბნებით ისე როგორც არის. არც ანალიზს ვაკეთებ. არავის ამ ჩვენი არც ეშინიათ. არც რაღაცა ფუნქცია გაქვს დაკისრებული და არაფერი და კიდე ესენი როდგანა კიდე მაგით არ რაღაცა როგორც არის რა. ლადნა ხაზეიკა წავედი და ეხლა გავაკეთოთ რა თუ რავი დაგირეკავთ. კი. ლადნა. მშვიდობიანი საღამო, მადლობა სტუმრობისთვის და მაყურებელს ლაიქებისთვის,
კომენტარებისთვის, ცენზურის დაცვისთვის. კი ვეტყვი ბატონ პაატას აუცილებლად ჯაბა. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, მშვიდობიან სამყაროში შევხვედროდით ერთმანეთს, რადგანაც 300-ზე მეტი ადამიანია ეხლაც აქვე ვიტყვი, ხვალ იმდენ ანონს. ბატონი გიორგი რაზმაძე იქნება ჩემი სტუმარი და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება საქართველო როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. რას იწმინდების მატარებელი ვართ და რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედრობა ჩვენი ერისთვის. საინტერესო საუბარს გვპირდებით და ხვალ საღამოს 10 საათზე შეგიძლიათ დაგველოდოთ და ერთად მოусმინოთ ბატონი გიორგის საინტერესო საუბარს. ნახვამდის.